ვალდიერების ლოცვის წარდგეთ მის წინაშე. ჰალელუია. ცოცხალო და მარადიულო ღმერთო, მიიღე შენქება დიდება. მიიღე შენქება დიდება და თაყვანისცემა. მადლობა შენ უფალო ღმერთო. დღევანდელი გათანებული დღისთვის, მადლობა შენ უფალო ღმერთო. შენი თანდასწრებისთვის ღმერთო. მადლობა ღმერთო, რომ შენ ახარ ჩვენ ცხოვრებაში. მადლობა რომ მოგვეცი დღევანდელი დღე. კვლავ შენს განსადიდებლად ღმერთო იდებულო, შენთან დასაახლოებლად ღმერთო. მადლობა შენ უფალო ღმერთო. ამ ახალი გათენებული დღისთვის და ყველაფერს რასაც დღევანდელ დღეს უფალო, შენ აკეთებ ჩვენი გულისთვის ღმერთო იდებულო. მადლობა შენი ეკლესიისთვის, მადლობა უფალო ღმერთო. შენი მადლისთვის და კურთხევისთვის და გთხოვზეცია რომ მამაო, აკურთხე ყოველი ჩვენთაგანის გული ღმერთო იდებულო. აკურთხე ყოველი აქ შემოსულელი ადამიანი ღმერთო იდებულო, შენი თანდასწრება. შენი მადლი იყოს უფალო ყოველი ჩვენთაგანის გულში ღმერთო იდებულო. შენი თანდასწრებით სულ ოცმიდობ შენ დაელაპარაკე ყოველი ჩვენთაგანის გულს. დაელაპარაკე ყოველ ჩვენთაგანს უფალო ღმერთო. შენ ხარ უფალი ღმერთი მოლაპარაკე, დიდებული ღმერთი. ოზეცია რომ მამაო და შენი სახის წინაშე მოვდივართ უფალო. ყოველი ჩვენთაგანი უფალო ღმერთო. როგორებიც ვართ უფალო ღმერთო. ჩვენი პლუსები, ჩვენი მინუსები უფალო ღმერთო და გთხოვ, შენ გველაპარაკე უფალო, შენი დიდებული სული, შენი გარდაქმნილი ძალი, შენი მოქმედება ყოველი ჩვენთაგანის გულში უფალო. რომ მოხდეს რეალური ცვლილებები ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში. რომ უფრო მეტად დაგიახლოვდეთ უფალო, უფრო მეტად განვიწმინდოთ უფალო ღმერთო, უფრო მეტად განახლდეს ჩვენი გონება ღმერთო იდებულო. რომ ყოველი დღე უფალო ჩვენთვის იყოს უფალო შენთან დაახლოების დღე. დაიმსხვრეს უფალო ღმერთო ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში, სატანის ყოველი ჩანაფიქრი ღმერთო იდებულო. მისგან მოწოდებული ყოველი აზრი, ყოველი ფიქრი, ყოველი შეხედულება, ყოველი გემოვნება, ყველაფერი ღმერთო იდებულო, რაც მოდის უფალო ქვესკნელიდან, იყოს უფალო დამსხვრეული შენი სულიწმინდის მადლითა და ძალით, შენი სიტყვის ზეგავლენით, შენი სულიწმინდის ზეგავლენით უფალო ღმერთო. ამიტომ ჩვენ უფალო ღმერთო, დღეს ვღევართ შენ წინაშე გულმოდრეკილები უფალო, ველოდებით შენ სიტყვას უფალო ღმერთო, შენი სულის მოქმედებას ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაზე და გულში ღმერთო იდებულო და განდიდი ყოველივეში. აკურთხე დღევანდელი დღე, აკურთხე მგალობლები, მლოცველები, მსმენელები, მქადაგებელი ღმერთო და იყოს შენი კურთხევა და მადლი ყოველ ჩვენთაგანზე, რომ ვიზრდებოდეთ უფალო ღმერთო ისე როგორც შენ გსურს. მიიღე შენქება დიდება, ყველაფრისთვის წმინდა უმარადიულო ღმერთო. მამაო, ძეოსო ლოცმინდაო და ყველა მთვას ამინ. მოდი მივაგოთ ღმერთს ქებაიდების ხორბლი, დიდება ღმერთს. დიდებული არის ჩვენი უფალი. მინდა ჩვენი საჭიროებები გვაქვს, სანამ ვილოცავთ, მინდა დაბრძანეთ ერთი რამე გითხრათ, ერთი ადგილი წავიკითხო. ბიბლია საინტერესო რაღაცებს გველაპარაკება ჩვენ ყოველთვის. ყოველი მუხლი განსაკუთრებული არის, ყოველი მუხლი არის სიცოცხლის მომტანი ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფრიდან ჩვენ რაღაც უნდა ვისწავლოთ. მაგრამ იცით განსაკუთრებულად მომწონს მე, განსაკუთრებულად იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, როდესაც მოვდივართ ჩვენ კრებულში. როდესაც ვარ ჩვენ დღევანდელ დღეს ერთ ადგილზე შეკრებილები, აქ ამ ადგილზე. იცით ბიბლიაში არის ასეთი ადგილები, სადაც უფალი აფრთხილებს ყველა მორწმუნე ადამიანს, რომ ჩვევად არ ექცეთ მათ საკრებულოს მიტოვება. იმიტომ რომ შეიძლება ეს ჩვევაში გადაეზარდოს ადამიანს. როდესაც ვეკითხებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც კარგა ხანია კრებულზე არ ყოფილან, რა მიზეზი აქვთ მათ? არა მცალია, დაკავებული ვარ. ხანდახან ხუმრობით აღვნიშნავ ხოლმე, რომ ეკლესიაში სიარული თურმე უსაქმური ადამიანების საქმე ყოფილა. ვისაც საქმე არაფერი არ აქვს, აი დღეს რო გავიღვიძე სხვა საქმე რომ არ მქონდა, ავდექი და ეკლესიაში წამოვედი. არა ძვირფასებო. ეკლესია ის ადგილია, სადაც მოდიან ადამიანები, რომელიც მსხვერპლს იღებენ რაღაცისთვის. ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძვირფასებო, დაკავებულებიც იყვნენ, ეხლა გამონაკლისი და აუცილებელი რაღაცა ყველაფერში არსებობს, მე ამაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მე ვლაპარაკობ ჩვევაზე. ქრისტიან ადამიანებს უნდა გქონდეთ ასეთი კარგი ტრადიცია. უბრალოდ ის კი არა, ეხლა ზოგიერთ შეიძლება ასეც იყოს, რომ მოდის კრებულში ზის, მაგრამ დიდად შეიძლება მასზე ზემოქმედებას არაფერი არ ახდენს, მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ კარგ ტრადიციაზე. კარგი ტრადიციის მქონე ქრისტიანებს უნდა გქონდეთ ეს ტრადიცია, რომ
მივიდნენ ეკლესიაში. არ მიატოვონ თავიანთი შესაკრებელი. არ ექცეს ეს ჩვევად მათ ცხოვრებაში. და არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღევანდელ დღეს არ სთვლიან აუცილებლად ეკლესიაში სიარულს, იმიტომ რომ ინდივიდუალური ასეთი აზროვნება, რომ ქრისტე ჩემთვის არის, უფალი ჩემთან არის, ღმერთი არ დამტოვებს მე, სადაც არ უნდა ვიყო. ეკლესიის გარეშეც მაკურთხებს უფალი, შეიძლება კრებაზე არ ვიყავი დღეს, მაგრამ პირდაპირ ეთერით მოვისმინე, უფალმა მაკურთხა, ერთად ვიყავით კრებულზე, არ ვიყავით, მაგრამ ერთად ვილოცეთ და სულიწმიდის თანდასწრება იყო. ასეთი ფრაზები ჩვენ ხშირად გვესმის. მე არ ვეხები არავის ინდივიდუალურ ურთიერთობას უფალთან. მე მჯერა რომ უფალი ყველგან არის, მე მჯერა რომ ღმერთი ყოველ ჩვენთაგანთან არის. მე მჯერა რომ ღმერთ შეუძლია გვაკურთხოს კრებულის გარეთაც სადღაც რომ ვიმყოფებოდეთ, მაგრამ მოდი ეს ინდივიდუალური გამოცდილებები ნუ დაფარავს სახარების მთავარ აზრს. მთავარი აზრი არის ის, რომ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის. არსად არ წერია სახარებაში, რომ თუ სადმე არის მითხარით შეიძლება გამოვრჩა, რომ ინდივიდუალურად რომ ეწეროს ქრისტე შენი გულისთვის მოკვდა, ქრისტე ეკლესიისთვის მოკვდა. ეკლესიაში ნებისმიერი მაღალიდან შობილი ადამიანი მოიაზრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკლესია იესო ქრისტესთვის ძვირფასია. თუ ჩვენ შემეცნებაში ეკლესია ეს არ არის უბრალოდ შენობა. თუ ჩვენ შემეცნებაში როგორც გვესმის ეკლესია ეს არის კრებული მორწმუნეთა. იმიტომ რომ იესომ როდესაც თავის დროზე თქვა, მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას. მათეს სახარებაში წერია ძვირფასებო, ორგან არის სულ ახსენების სიტყვა ეკლესია 4 თავში და ორჯერვე მათეს სახარებაში. და პირველი განაცხადი, როდესაც იესო ქრისტემ გააკეთა, მან თქვა, მე ავაშენებ ჩემ ეკლესიას, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ. იესო ქრისტემ გააკეთა განაცხადი ეკლესიის შესახებ. ეკლესია ეს არის ბერძნული სიტყვა, ეს გვააქსწავლება ეკლესიაში, რომელიც ნიშნავს ხალხის კრებულს. ქრისტეს ეკლესია ეს მორწმუნეთა კრებული არის. ეს არ არის შენობა, ეს არ არის კედლები, ესა ვართ ჩვენ იესო ქრისტეს სახელით შეკრებილი მაღლიდან შობილი ადამიანები. იესომ ამას უწოდა ეკლესია. და იესომ თქვა, მე ჩემ ეკლესიას ავაშენებ, რომელსაც ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ. ჩემო ძვირფასებო, მე არ ვიცი, როგორც უკვე თქვი, მე არ ვეხები არავის ინდივიდუალურ გამოცდილებას, როგორ გეხება უფალი. უფალი შეიძლება შეეხოს ადამიანებს, რომლებიც კრებულზე არ არიან, მაგრამ დაიმახსოვროთ ეხლა რაც უნდა ვთქვა, უფალი თავის საქმეს იმ ადამიანების მხრიდან არ აკეთებს, რომლებიც ინდივიდუალურად სადღაცას ეძებენ უფალს. უფალი თავის საქმეს აკეთებს ეკლესიის მეშვეობით. იყავი კურთხეული სადაც ხარ, მე არ ვეხები შენ გამოცდილებას. მე არ ვეხები თუ ადამიანი იტყვის, რომ აუცილებელი არ არის ეკლესიაში სიარული, ესედაც კარგად გრძნობ თავს, იგრძენი თავი კარგად. მაგრამ მე მჯერა რომ ღმერთი თავის საქმეს ეკლესიის მხრიდან აკეთებს. ღმერთი თავის საქმეს იმ მიძღვნილი ადამიანების მხრიდან აკეთებს, რომლებიც მიაკუთვნებენ თავს ქრისტეს სხეულს, მის ეკლესიას და მიძღვნილები არიან მის დამი. იესო მიუძღვნა თავი ეკლესიას. სიცოცხლე გასწირა თავისი, რომ ეკლესია ეშენებინა. და თუ იესომ ეს გააკეთა, მეც მინდა ჩემი ცხოვრებით მოკვდე ჩემი საკუთარი იმისთვის და ვიცხოვრო ქრისტესთვის. და მინდა რომ ჩემი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რასაც იესო მიუძღვნა თავისი ცხოვრება ეკლესიას. თუ მე მიძღვნილი ვარ იესოსადმი, მე ჩემ თავს უძღვნი ეკლესიას. რომ ვემსახურო, რომ ვაკეთო ის, რაც უფალს უნდა ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ მინდა რომ ყველამ დაიმახსოვროს. იგრძენი თავი, სადაც კარგად ხარ. ღმერთმა კეთილი გზებით გატაროს, მაგრამ ღმერთი თავის საქმეს ეკლესიის მხრიდან აკეთებს. თავისი კრებულის მხრიდან აკეთებს საქმეს ეკლესია, ღმერთი. ამიტომ თუ შენ გინდა იმ საერთო საქმეში, რასაც ქვია ღმერთის სამეფოს მშენებლობა დღეს ამ ქვეყანაზე, თუ შენ გინდა მისი თანამონაწილე იყო, აუცილებლად ეკლესიაში უნდა იყო. აუცილებლად ეკლესიის მხრიდან აკეთებს ამას უფალი. ინდივიდუალურად ცალკეული პიროვნების მხრიდან არ აკეთებს. შეიძლება თავი კარგად იგრძნო, კომფორტულად იგრძნო. შეიძლება გააკეთო ეს როგორც ფიქრობ შენ. არც მიიღო მონაწილეობა ეკლესიის არც ერთ საქმიანობაში. მე არ შევეხები და შეურაცხყოფას არ მივაყენებ შენს რელიგიურ გზნობას, რომ შენ უფალთან ახლოს ხარ. მაგრამ ერთს დაბეჭდებით გეტყვი. უფალი თავის საქმეს ეკლესიის მხრიდან აკეთებს.
და მე მინდა თანამონაწილე ვიყო იმისი, რასაც უფალი აკეთებს. თანამონაწილე ვიყო იმ მშენებლობისა, რასაც უფალი დღეს თავის ეკლესიის მხრიდან ეწევა. მინდა თანამონაწილე ვიყო იმ სამეფოს გაფართოებისა, რომელსაც ღმერთი თავის ეკლესიის მხრიდან ეწევა. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ ეკლესიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია იფართოებს საზღვრებს, ეკლესია ქადაგებს, ეკლესია ქვეყნიერებაზე მიდის, აყალიბებს ჯგუფებს, ცოდვილ ადამიანებს მოუხმობს მონანიებისკენ. ამისთვის ადამიანები წირავენ თავიანთ დროს, ენერგიას, თანხებს, ფინანსებს, ჯანმრთელობას. თუ კი საჭიროც გახდა, მიდიან, ქადაგებენ. ეშმაკი ებრძვის ასეთ ეკლესიას. ეშმაკს არ უნდა რომ ჩამოყალიბდეს ახალი ჯგუფები, ეშმაკს არ უნდა რომ გაფართოვდეს საზღვრები ეკლესიისა, ყოველ სანტიმეტრზე გვებრძვის ეშმაკი, სადაც კი ვაფართოებთ. ყოველ სანტიმეტრზე გვებრძვის ეშმაკი, ხან გარედან, ხან შიგნიდან, ხან მორწმუნეების მხრიდან, ხან გარეშეთა მხრიდან, მაგრამ ქრისტემ თქვა, ჩემ ეკლესიას ჯოჯოხეთის ჭიშკრები ვერ დაიკავებენ. ეშმაკი აშენებს ჭიშკრებს, სადაც ეკლესიას გვინდა გადავდგათ ნაბიჯი, იქვე აშენებული ზღუდია, იქვე ჭიშკარი არის, ჩაკეტილი. ჭიშკარი რისთვის არის? ვიღაც არ შემოვიდა შიგნით. და იესომ თქვა, აი ეს ჭიშკრები, რასაც ეშმაკი აშენებს, ჩვენიანით რო თქვა ძალიან უბრალოდ, შინაარსობრივად, რასაც ეშმაკი აშენებს, აი ამ ჭიშკრებს, თავისი სამეფოს დამცავ ზღუდებს, ის ვერ გაუძლებს ჩემ ეკლესიას, თქვა უფალმა. იმიტომ რომ მისი ეკლესია ძლევამოსილი არის. ამიტომ მიყავი ძლევამოსილი ეკლესიის ნაწილი, ის დიდებული ღმერთი არის. თუ ეს არ გინდა, კი ბატონო იყავი, თვეში ერთხელ გამოიარე, ორ თვეში ერთხელ გამოიარე, წელიწადში ერთხელ გამოიარე, შეიძლება ესეც საჭირო არ ჩათვალო. შენს პირად ცხოვრება შენ თვითონ წაუძეხი, როგორც შენ გესმის ისე გაატარო შენი ცხოვრება, კი ბატონო. ვინ შეგეწინააღმდეგება? ძალით ვერავის ვერ მოიყვანს აქ. მაგრამ თუ შენ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ მორწმუნე ხარ, მაშინ უნდა იცოდე, სად არის ქრისტეს ეკლესია. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს. და მინდა ერთი მუხლი წავიკითხო ჩამოზურფასებოა. სადაც წერია, შეიძლება ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი. კონტექსტში შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, მაგრამ კონტექსტის განხილვის დრო ამ წუთში არ გვაქვს და მინდა უბრალოდ ერთი-ორი მუხლი წავიკითხო. ვინაიდან ის ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, აქ იესოზე არის ლაპარაკი, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი. რადგან გამწმენდელი და განწმენდილნი ყველანი ერთისგან არიან. ნახეთ, გამწმენდელი ვინც წმენდს და განწმენდილები ვინც განწმინდა. ყველანი ერთისგან არიან. რას ნიშნავს, რომ იესო განწმენდელია, ჩვენ განწმენდილები ვართ და ჩვენ ერთი მამისგანა ვართ. ცოცხალ ღმერთს დიდება. ის უნდა გამختارიყო ჩვენი გადარჩენის წინამძღოლი. და წერია, რადგან განწმენდელი და განწმენდილი ყველანი ერთისგან არიან, ამიტომ არ რცხვენია ძმები უწოდოს მათ. ჰალელუია. იესო დღეს ჩვენ გვიწოდებს ძმებს და დებს. სადაც ძმებია დაწერილი ასეთ კონტექსტში ძურფასებო იქ ეკლესია იგულისხმება. იესო ჩვენ დებსა და ძმებს გვიწოდებს. ის გამწმენდელია, ჩვენ განწმენდილები, ერთი მამისგანა ვართ. და შემდეგი მუხლი ნახეთ რას ამბობს. ამბობს რა, ვაუწყებ შენ სახელს ჩემ ძმებს, კრებულ შორის გიგალობებ შენ. ამინ. კრებულ შორის გიგალობებ შენ. აი ამ მუხლს დაუფიქრდით, რომ ვაუწყებ შენ სახელს ჩემ ძმებსო. იესო გვაუწყებს დღეს ღმერთის დიდებულ გეგმებს და საქმეებს და გვიწოდებს ძმებს და კრებულთა შორისო. მე გიგალობებ შენ. ჰალელუია, ღმერთს დიდება და მადლობა. ნახეთ ძვირფასებო, დაუკვირდით აი ამ სიტყვას, რომ კრებულთა შორის გიგალობებ შენ. თაყვანისცემის მსახურება ყველა გუნდს უნდა ესმოდეს, ყველა ეკლესიის წევრს უნდა ესმოდეს. ეს არის ძვირფასებო, არა უბრალოდ კონცერტი, თაყვანისცემა ღმერთისა. ჩვენ ყველა თაყვანისცემთ ღმერთს და აი ამ დროს უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რასაც სახარება გველაპარაკება, იესო სადღაც კი არ გალობს. იესო კრებულთა შორის თავს მოიაზრებს, აი აქ თავის სხეულში ის თავია. და
როგორ გონიათ ეს უბრალოდ სიმღერებია? საერთოდ ჩვენ ვარჩევთ ხოლმე და ალბათ დღესაც გვაქვს საგალობლები, რომლებიც უნდა შევასწოროთ, რომელიც თავისი ტექსტით უნდა შეესაბამებოდეს წმინდა წერილის ჯანსაღ მოძღვრებას. იმიტომ რომ აქ ამ დროს, როდესაც იესო თაყვანისცემაში მონაწილეობს, ის თავის სახელს აუწყებს. აქ წინასწარმეტყველური სულის გამონთავისუფლება ხდება, ის თავის სახელს აუწყებს. ის ჩვენ შორის დგას და აი ამ თაყვანისცემაში მონაწილეობას ღებულობს. წარმოგიდგენიათ, რომ ხელოსი ღრმია, თუ ამას გავიაზრებთ, მაგრამ მორწმუნეები ხშირად შემოვიფარგლებით იცით რითი, კრებულზე მოვედით, დავჯექით ამ ადგილზე, ვისმენთ რაღაცებს აქ, რაღაცა მოგვეწონება, რაღაცა არ მოგვეწონება, მაგრამ უნდა გავიაზროთ. ჩვენ ღმერთს ავცემთ თაყვანს. ღმერთის თაყვანისაცემა და ვართ მოსულები და იესო თავისი დიდებული სულით ამ დროს თავის კრებულში არის. ჯერ მარტო ერთ-ერთი მუხლია საკმარისი იმისთვის, რომ მორწმუნე ადამიანები ვესწრაფებოდეთ ეკლესიაში მოსვლას, რომ იესო ყველგან არის, მაგრამ იესო განსაკუთრებულად იქ არის, სადაც ღმერთის ერი იკრიბება, სადაც ღმერთს თაყვანს სცემს. შენი არჩევანია რა გინდა? იმ კურთხევიდან წყარო და რომელიც გადმოდინება, უხვად დალიო თუ რამოდენიმე წვეთით დაკმაყოფილდე. ჰალელუია. სული წმინდამ გააცხადოს ეს სიტყვები ღრმად ჩვენს გულებში, რომ ჩვენ ეს დიდება და პატივი, რომელიც გვარგუნა უფალმა, კარგად გავიაზროთ. ამინ ღმერთის ერო. ქრისტიანობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის. ქრისტიანობა ეს არ არის უბრალოდ რაღაც რელიგიური მოქმედებები. ქრისტე ვინ შევიცანით. ჩვენ უნდა ავიღოთ იესო ქრისტეს უღელი საკუთარ თავზე. იესომ თქვა, მოდით ჩემთან. ტვირთმძიმენო, მაშრალნო, ჩემი უღელი აიღეთ და დაიდგითო. შეიძლება ვთქვათ, ტვირთმძიმე და მაშრალს დატანჯულ ადამიანს კიდე უღელი უნდა? დიახ უნდა. იესომ თქვა, ჩემი უღელი მსუბუქია. ისავლეთ ჩემგან, თქვა იესომ, რადგან მე გული თავდაბალი და მშვიდი ვარ. ისავლეთ ჩემგან. რამდენი მორწმუნე სწავლობს დღეს თავდაბლობას იესო ქრისტესგან? რამდენი მორწმუნე სწავლობს ამას? ადამიანები ხანდახან რო ვაკვირდებით, ზრფასებო, მინდა გითხრათ, რომ პროტესტანტებს ის კონდათ საამაყო, რომ ჩვენ ქრისტე ყავს, სოციალ ღმერთს ვიცნობთ. მაგრამ ჩამოძურფასებო, რაც უფრო მეტი დრო გადის, მინდა გითხრათ, მე პირადად იმ პროტესტანტულ სამყაროს, რომელსაც ვიცნობდი, დღეს ვეღარ ვცნობ. იმიტომ რომ 1000 გაგება, 1000 აზროვნება, ადამიანების გაუცხოება ქრისტესგანაც და ეკლესიისგანაც და თან რა არის ზურფასებო საშინელი, ის ადამიანები ფიქრობენ, რომ უფალი მათთან არის. ოლეგი მარგაიგოს, რომ რომელიღაცა ჯგუფი შევქმნით სადღაც ინტერნეტში, თორე აგვიკრძალავს. შევაზრფასებო ერთი რამე მინდა გითხრათ. ოლეგი არ არის ღმერთი. ეკლესიაც ოლეგისი არ არის, ეს ღმერთისაა. იესოა ეკლესიის თავი. თუ შენ ეკლესიას ემალები და ეკლესიის მიღმა გინდა რაღაცა განავითარო, ერთმანეთს უასწავლოთ, თქვენი ყურის მომქავებელი მასწავლებლები იპოვოთ. გააკეთეთ, მაგრამ იესო არის თქვენ შორის? იესომ გააკეთა ეს? როცა ერთ ჯგუფში ადამიანების აზრი გაიყო და რა ადვილი არის, შემიძლია აქედან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტში შევკრიბო 1-10 კაცი და ერთმანეთს ყვავასწავლოთ. არის იქ იესო? იესო მონაწილეობს ამაში? შეიძლება ბევრი რაღაცა აკეთოს ადამიანმა და თვით ეკლესიებმაც, მაგრამ იესო იქ არაფერ შუაში არ იყოს. ამიტომ მინდა გითხრათ ყველას, დრო არის გონს მოეგოს ქრისტიანობა, იესოსგან ვისწავლოთ თავდაბლობა. გულის მორჩილება ვისწავლოთ იესოსგან. გულის მოდრეკა ვისწავლოთ იესოსგან. თავდაბლობა, სიყვარული, მოსმენა, მორჩილება. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არ არის მარტო ქრისტეზე ლაპარაკი. ქრისტიანობა ეს არ არის ხმამაღალი ლოზუნგების ფრიალი. ქრისტიანობა ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.
ქრისტიანობა ეს არის ყოველდღიური ჩვენი კონტაქტი და კავშირი უფალთან და მის ეკლესიასთან. ქრისტიანობა ეს არის ქრისტეს გაყოლა. მიყევი იესოს და უნდა გაინტერესებდეს, რას ფიქრობს იესო ამ საქმეზე. უნდა გაინტერესებდეს, როცა რაიმე საქმის გადაწყვეტილების წინაშე დგეხარ, იესოს სიტყვა როგორ გადაწყვეტდა ამ საქმეს. ყველას გვსიამოვნებს. ენოქი დადიოდა ღვთის წინაშე და აიტაცა უფალმა. ეს საკმაოდ ისეთი თემა არის. ღმერთის წინაშე სიარული. რას ნიშნავს ღმერთის წინაშე სიარული? თუ გიფიქრიათ როდისმე როგორც შვილი შობლის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ხო არის გარკვეულა საკამდე. ყველაფერი შვილი, რასაც მოქმედებს, შობლის თვალთა წინაშე არის. შობლის წინ დადის ის შვილი. შობელი ხედავს მის პლუსსაც, მის მინუსას, ზრდის მას, შვილი ემორჩილება მშობელს. უსმენს. ღმერთის წინაშე სიარული ეს არის. უნდა გაინტერესებდეს, რას ფიქრობს იესო ამა თუ იმ საქმეზე. უნდა გაინტერესებდეს, რას ამბობს უფალი. იწონებს თუ არა შენ საქმეს. და ყოველი შენი გადაწყვეტილების წინ უნდა დასვა კითხვა. მოეწონება ეს უფალს? მოეწონება ჩემი ის ქმედება უფალს? როცა ამას ვამბობ, ეხლა მოეწონება ეს ჩემი ნათქვამი უფალს? როცა შენ ყოველდღიურად აი ასე მის სიყვარულში და მის გარემოცვაში ცდილობ, რომ ასიამოვნო შენ ღმერთს, იმიტომ რომ გიყვარს, ეს მის წინაშე სიარულია. თუ არა და ერქვას მორწმუნე, ლაპარაკობდე იმას, რასაც არ აკონტროლებ. მოქმედებდე იმას, რაც ღმერთის ნება არ არის. ფიქრობდე, განიზრახავდე, შენ სიმართლეს ამტკიცებდე. და არ ფიქრობდე რა უნდა უფალს. მე გეტყვით, რომ ვისაც ყველაზე სულიერები გგონიათ თავი. ყოველდღეს რომ გზნობდე უფლისთან დასწრებას, ნუ მოგატყუებს ეს. რამდენად სიტყვას ემორჩილები შენ. გზნობები მოგატყუებს. ისეთი რაღაცა შეიძლება გაგიხარდეს. საბოლოო ჯამში სულ გასახარებელი სულაც არ იყოს. ემოციები გვაქვს ადამიანებს. მაგრამ ღმერთის სიტყვა ჩვენ არ მოგვატყუებს არასდროს. ღვთის სიტყვის წინაშე იარე. ამინ. ცოცხალ დიდება და მადლობა. ჩვენ ახლა უნდა ვილოცოთ ჩემო ზრფასებო და მინდა უბრალოდ გავიაზროთ ეს ყველაფერი. საჭიროებები თხოვნები შეიძლება ბევრია. პრიორიტეტი ჩვენ ცხოვრებაში არ არის განკურნება. პრიორიტეტი ჩვენ ცხოვრებაში არ არის ზრფასებო რაღაცა მატერიალური და მიწიერი მივიღოთ. უფალი ამბობს, თუ ღმერთის სამეფოს ვეძებთ, ყველაფერი ეს მოგვემატება. შეგვემატება ჩვენ. განკურნებაც უფლისგან არის, მატერიალური კურთხევებიც უფლისგან არის. ცხოვრებაში რაღაცაში რომ ხელი გემართება უფლისგან არის, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი სხვა რაღაცა არის. ღმერთმა შეიძლება გაკურთხოს, შეგიბრალოს, შეგიცოდოს, მაგრამ ეს შენი დამსახურება არ არის. მაგრამ ხანდახან როცა უფალი ლოცვის დროს პასუხს იძლევა, როცა ადამიანებს რაღაცა ეძლევათ ღმერთისაგან, ხშირად ადამიანებს ეს თავიანთი დამსახურება გონიათ, რომ აი კარგები რო იყვნენ თვითონ, ღმერთმა ისმინა მათი თხოვნა და ლოცვა. ერთმანეთის წინაშე შეიძლება წაიტრაბახონ, მე უფალმა ამაში მაკურთხა, მე ამაში მაკურთხა უფალმა და ვინ ჯერ კიდევ არ იკურთხა, ის თავის თავს დაჩაგრულა და გრძნობს. შემოძრფასებოა. ცოტა გავიაზროთ და ჩაუღრმავდეთ რწმენის შინაარს. რა უნდა უფალს? რა არის პრიორიტეტი ჩვენ ცხოვრებაში? ამიტომ შემოძრფასებოა. ამ ყველაფერთან ერთად რა საჭიროებებიც და თხოვნებიც გვაქვს? მოდი უპირველეს ყოვლისა ერთი ლოცვა შევასრულოთ ამ თხოვნებთან ერთად და ვთხოვოთ უფალს თელმა ეკლესიამ, უფალო, გაგვხადე უფრო გრძნობიარე შენი სიტყვის მიმართ. დღეს გვექნება ამ თაყვანისცემის სახურების შემდეგ ასევე სიტყვის სახურებაც. შენი გული უნდა იყოს მწყურვალე, რას მეტყვი მე უფალო დღეს? თხოვოთ უფალს, რომ ჩვენ ღმერთმა გრძნობიარე გავხადოს მისი სიტყვის მიმართ. მისი სიტყვის აღქმის მიმართ. რომ აქედან გასულებს კი არ გვავიწყდებოდეს, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან გასულები მსჯელობდეთ, რა გვითხრა დღეს უფალმა. იმაში ვიზრდებოდეთ. იმაში უყალიბდებოდეთ და მივყვებოდეთ იესოს. მაშინ ვიქნებით ნაყოფიერი ეკლესია, ნაყოფიერი ღმერთის შვილები. ამინ.
მოდი წავუდგეთ ფეხზე შემოძრფასება. და ჩვენ ზიარებას გვექნება, ზვადათო მოგვემსახურება დღეს სიტყვით. და ჩვენი გულები განვამზადოთ, რომ უფალი დაელაპარაკოს ჩვენს გულებს. აქ არის სხვადასხვა თხოვნები. ოჯახის წევრების გადარჩენისთვის, განკურნებისთვის. აქ არის ლაპარაკი მეგობრებისთვის, საზღვარგარეთ, პატარა გოგონას განკურნებისთვის. მოდი ეს ყველაფერი ჩვენ ღვთის წინაშე მოვიტანოთ, მაგრამ მოდი პირველი რისთვისაც ახლა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს გრძნობიარეობა მისი სიტყვის მიმართ. მისი სიტყვის აღქმა და გააზრება რომ შეგვეძლოს. და ჩვენი გულები გადავხსნათ უფლის წინაშე და უთხრათ უფალო, მასწავლეთ ამ დაბლობა. მასწავლე სიმშვიდე. მასწავლე ნამდვილი მორწმუნეობა იესო. რომ საკუთარი სურვილები კი არ ვეძებო უფალო, მაგრამ შენ რაც გინდა ის ვაკეთო უფალო. შენ რაც გინდა იმაში გავიხარჯო უფალო. მოდი ვთხოვოთ ყველა ბძურფასებო. მოუხმოთ უფალს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენს ცხოვრებაში განათდეს უფლის სახელი. ჩვენს გულებში ბძურფასებო ისოცხლოს მისმა დიდებულმა მალმა და ძალამ. დანარჩენი რაც გჭირდება თქვა უფალმა, შეგემატებათ. იმიტომ რომ პრიორიტეტი ეს არის. ჰალელუია, ზეციერო მამაო. დიდება და ქება შენ წმინდაო მარადიულო ღმერთო. თხოვ პირველეს ყოვლისა, გვაკურთხე უფალო. გვაკურთხე რომ ეკლესია შეგვეძლოს შენი სიტყვის აღქმა, გააზრება უფალო. და მგრძნობიარე ვიყოთ შენი სიტყვის მიმართ უფალო. დაამსხვრია უფალო ღმერთო. ყოველი ადამიანური ზეგავლენა, ყოველ ეკლესიის წევრზე უფალო ღმერთო. ყველა შენ შვილზე უფალო. ყველა ის აზრი, ყველა ის გაგება და აზროვნება, რომლებიც ადამიანებს აშორებს შენ ეკლესიას, აშორებს უფალო შენს პიროვნებას და აყალიბებს უბრალოდ უფალო გზნობებით მავალ ადამიანებად. უფალო, დაამსხვრე ყოველი ეს აზრი და შეხედულება და ეს ზეგავლენა. შენი სიტყვის ზეგავლენა მოიტანე შენ შვილებზე ყველგან უფალო. ამ დარბაზში იქნება, ამ დარბაზის გარეთ ემიგრაციაში მყოფთა ადამიანები, გთხოვ ზეციერო მამაო, რომ ეს ქვეყნიური ზეგავლენა, რომელიც აშორებს ადამიანებს, შენი ჭეშმარიტი გაგებისგან და აზროვნებისგან იყოს დამსხვრეული და მოვიდეს შენი ჯანსაღი აზრი ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ვისწავლოთ შენგან უფალო. ვასწავლეთ ამ დაბლობა. ვასწავლე უფალო ღმერთო გულის მოდრეკა. იესო, რომ ფიქრობდეთ ისე როგორც შენ ფიქრობ. ვაზროვნებდეთ ისე როგორც შენ აზროვნებ. მოქმედებდეთ ისე როგორც შენ გინდა უფალო. და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვიყოთ უფალო შენი დიდების მატარებლები. შენი სახელის განმადიდებლები უფალო ღმერთო. ჰალელუია. მიიღე შენქება დიდება. ასევე გთხოვ უფალო ღმერთო ამ ადამიანთა თხოვნებისთვის და საჭიროებებისთვის, რომელიც არის ამ წერილებში დაწერილი უფალო. გთხოვ უფალო ვის ოჯახის წევრების გადარჩენისთვის გთხოვს. ზეციერო მამაო, შეეხემათ ოჯახებს და ამ ოჯახში გაფორთავდეს ამ ოჯახებში შენი სამეფოს საზღვრები უფალო. თუ ერთი არის მორწმუნე, კიდევ შეემატოს იმ ოჯახებში მორწმუნეები. გაფართოვდეს შენი საზღვრები უფალო ღმერთო. აკურთხე ყველა ადამიანი ღმერთო იდებულო ვის განკურნებისთვის გთხოვს ამ წუთებში უფალო ღმერთო. შენი ხელი იყოს მათზე. ვინც ოპერაციას იკიდებს, რომ აღარ დაჭირდეს ოპერაცია. ასევე გოგონა უფალო, რომელიც საზღვარგარეთ არის უფალო და საჭიროებს უფალო. შენს მადლ, შენს წყალობას შეახე შენი მკურნალი ხელი და განკურნე უფალო ღმერთო. ჰალელუია, შენ დიდებული მარადიული ღმერთი ხარ. მადლობას გიხდი ჩვენო იმედო, ჩვენო ნუგეშო. ჰალელუია. მადლობა შენ თანდასრებისთვის და შენი მადლისთვის. მიიღე შენ ქება დიდება ყველაფრისთვის წმინდაო მარადიულო ღმერთო, მამაო ძეოსულო წმინდაო. ამინ. მოდი გამდიდდეს უფალი. მოდი ჩვენი მატერიალური მსხვერპლების მთელი გულით და სულით მოვიტანოთ უფლის წინაშე. სიხარულით გამღები უყვარს უფალს. ტანჯვითა და ხელის კანკალით კი არა, შენი გულის სიხარულით
გაეცი უფლის წინაშე რომ გამდიდეს უბალი ამაშიც ამენ Zeca gachsnilya
მადლობა იესოს, რომ დაიკავოთ თქვენი ადგილები, მშვიდობა ეკლესიაო. როგორ ბრძანდებით, როგორ ხართ? ჩვენი უფალი ცოცხალია. როდესაც მწყემსი ლაპარაკობდა დილასაკეთი ამაზრით ვიყავი შეპყრობილი მეც. რატომ არიან ადამიანები ასე გაუცხოებულნი ეკლესიისაგან? ეცე ძვირფასება არაერთხელ მithქვამს და კიდე გავმეორდები, რომ უფლის სახში ყოფნა ეს არის ნეტარება. ხშირად შეიძლება ვერ იგზნო თავი ისე. იესომ თქვა, რომ კურნალი ავანტყოფი სჭირდება, ჯავთვალს კი არა. ცუდად რო ხარ, მაშინ უფრო უნდა გამოიქცე ეკლესიაში. საწახვალ უკეთეს ადგილზე მითხარე. სად შეიძლება იგრძნო სულის შვება თუ არა ეკლესიაში? ეს ზურბასება მე არ შემიძლია ესე ონლაინ კომუნიკაცია მქონდეს ადამიანებთან. მე არა ვარ ამას მიჩვეული. ჩემთვის მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია. და ეკლესიაში მოსვლით ვიცი რომ იესომ თქვა, სადაც შეიკრიბებით ორნი ან სამნიო, მე თქვენ შორის ვარო. ამის მე მტკიცედ მჯერა და მწამს. რომ ჩვენი შეკრება ზურბასება არ არის ჩვენი დადგენილება. ეს მისი დადგენილება არის, დიდება ქონეს სულიწმინდას. ამენ ზურბასება თუ არა? გიყვართ რა უფალი? ვისაც უფალი უყვარს, უნდა მორბოდეს ეკლესიაში ზურბასება. რამდენი ადამიანს ვიცნო, ვისაც დღეს ეკლესიაში ყოფნა უნდა და ვერ მოდის. საშუალება არ ეძლევა, ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ზოგი უნდა მოიყვანონ, იმიტომ რომ თავისი ფეხით ვერ მოდის. ზურბასებო, სანამ შეგიძლია რაღაცა აკეთო ღმერთისათვის გააკეთე, დიდება ქონეს სულიწმინდას. ჩემ ადრეულ ქრისტიანობაში მახსენდება ერთი ამბავი. როდესაც მოვინანია და მოვეკეცით უფლისაკენ, თითოეული მე, ჯონი, კოტე და ჩვენი მოსვლა ქრისტესთან იყო ესე ერთი კვირის, ორი კვირის შუალედებით. ხო და მახსოვს რომ ძალიან დიდი დევნა დაიწყო. დაგვრცინოდნენ რწმენის გამო, მასხარად გვიგდებდნენ, ხელით გვეხებოდნენ. ხო და ისე იყო რომ ვიფიქრე კაცო, რა საჭიროა ეკლესიაში წასვლა, ისედაც ვიქნები მეთქი მორწმუნე. დამაჯერა ეშმაკმა რომ ეკლესიის გარეშე ცხოვრება შეიძლება. მეთქი გულში მექნება რწმენა. აღარ მომიწევს მეთქი ეს ქადაგებები ამ სადარბაზოებში, ვიღაცის შეურაცხყოფა. ჩემთვის ვიქნები მეთქი და რწმენასაც შევინახავ და როცა დრო მომივა ამ ქვეყნიდან წასვლის მეთქი წავალ უფალთან. დამაჯერა ეშმაკმა. მოусმინი ამ ხმას და ზუსტად აი ამ ხმის მერე ზუსტად ეკლესიაში აღარ ვყოფილ ვარ დაახლოებით და წელიწადი. გახსოვდი იუდაზე რომ წერია რომ გული გაუქვავდაო. გულის გაქვავება ერთ და ორ დღეში არ ხდება. ძმაგოგი მეუნებოდა ხოლმე ხშირად რომ როცა მეუნებოდი რომ გოგი მეთქი ეკლესიაში აღარ ვევლი მეთქი და მითხრა ასეთი რაღაცა, წარმოიდგინეო და თუ ნაკვერჩხლებიო ესე. ერთად რომ არიანო ღვივიანო დიდხანსო. მაგრამ თუ ამოიღებო იქიდან ძალკე დადებო, მიხსნი და ჩემს ენაზე მაშინ ახალი მოქცეული ვიყავი. იცოდეო ვერ გაძლებო. არა კაცო მეთქი გავძლებ. ერთ სიტყვით რომ დავიკარგე, ისე დავიკარგე რომ ღმერთის შესახებ გაგონებაც არ მინდოდა. როცა ხვდებოდნენ ძმები რომ წამოდიო ეკლესიაში, სასაცილოდ არ ყოფნიდა. არ დაგავიწყდით რომ სულიწმიდ მონათლული ვიყავი და ღვთის სულითაც სავსე ვიყავი. მაგრამ ამან არ მიშველა, იმიტომ რომ ღმერთი განუშორდა. პირდაპირ შემიძლია კითხრათ. ერთი წელიწადის მერე ახლა ამ ისტორიას არ მოვყვები. ისე ხდება რომ ძალიან ცუდ დღეში ვარ. რაღაცა, ცუდი რაღაც მოხდა, ჭხობი მოხდა რაღაცა და ვიცოდი რომ ვიღუპებოდი. ზუსტად ამ დროს თულმე კოტელოცლობს და ეუბნება უფალო, თუ დათოო ჯოჯოხეთში წავალ, მეც იქ გამიშვიო. მის გარეშე სამოთხი არ მინდაო. და კვლავ უფალმა პირი იბრუნა ჩემსკენ და შემიწყალა. ამას აღარ მოვყვები მახსოვს ოთახში. გძნობდი პირდაპირ არაწმინდა სულებს. როგორ მეკაჩებოდნენ შავეთისაკენ და უცბად ღვთის სული მოვიდა.
მუხლებზე დავეცე, მე ხომ არ ვიცოდი რა ხდებოდა. და კვლავ შემიწყალა ღმერთმა. და რომ არ ყოფილიყო იმ დროს, იმ ადგილზე, ვიღაცა, ვინც იშუამდგომლებდა ჩემთვის, მე დღეს აქ აღარ ვიქნებოდი. ჩემი ძმაკაცები, რომლებითაც ძალიან მიყვარდა ისინი, ცხოვრობდი მათთან ერთად, ზოგი მათგანი ცოცხალიც აღარ არის. ძვირფასება მომისმინეთ კარგად, არ შეიძლება ეშმაკის ტერიტორიაზე გადახვიდე და მშვიდად იცხოვრო. როგორი სუსტიც არ უნდა გინდა იყო, ღმერთში მაინც ძლიერი ხარ. დიდება ქონეს სულიწმინდას. და 1000-ჯერ რომ დაეცე, ღმერთი მაინც წამოგაყენებს, იმიტომ რომ მის ტერიტორიაზე ხარ. დიდება ქონეს სულიწმინდას. ამიტომ არ მისცეთ ეშმაკს იმის საშუალება, რომ გიტყუოთ თავის მხარეზე. იქ არაფერი კარგი არ არის ძვირფასებო. იქ ჯოჯოხეთია. იქ ბოლო არის სიკვდილი და იქიდან ვეღარ გამოხვალ. დიდება ქონეს სულიწმინდას. და ერთი ამბავი, რომელიც მე დამეხმარა და დღესაც კი ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს, ეს ალეგორია მინდა მოგიყვეთ. ალბათ ხსმენიათ ბევრ თქვენგანს, მაგრამ ამას ხშირად ვიყენებ ხოლმე და ვიხსენებ ჩემი თავისთვის. ერთ კაცზეა მოთხრობილი ამბავი. არ ვიცი, სად მაგ ეს მოსმენელი, მაგრამ ეკლესიაში მოვისმენდი რა თქმა უნდა. ვინ ილაპარაკა ამის შესახებ, არც მახსოვს. კაცზე, რომელსაც ეშმაკი აწვალებდა ყოველ საღამოს, აკითხავდაო სახშიო. და ერთხელ ლოცვისას უთხრა, რომ უფალო გამანთავისუფლე ჩემი მტერისაგანო, აი ამ ეშმაკისგან რომ აღარ მაწვალებდესო ყოველ ღამეო. და ერთ-ერთ ადამიანს უმოწმებდი ამის წინაზე და რაღაც რამოდენიმე სიზმარი ნახა და გამახსენდა ეს ამბავი და უყვებოდი. და ისე მოხდა, რომ უფალი მივიდა მის სახლში და დიდი სიხარულით მიიღო მან იესო თავის სახლში. საუკეთესო ოთახიც მისცა ზედა თვალში და ბედნიერი იყო იმ აზრით, რომ ეშმაკი მას აღარ შეაწუხებდა, მაგრამ საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ იმ ღამეს ეშმაკმა ისევ შეაწუხა ეს ადამიანი და ისევ კარზე დაუკაკუნა. ამ კაცმა კარების გაღებისას ისევ ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და დაღლილი დილით დაეგონა, რომ უფალი ჩამოვიდოდა და დაეხმარებოდა მას, მაგრამ ასე არ მოხდა. დილით როდესაც უფალი ჩამოვიდა ზედა თვალიდან, ეუბნებოდა, განა არ ხედავდი ჩემს ტანჯვას მთელი ღამე? მაგრამ უფალმა უთხრა ასეთი რაღაცა, მე სტუმარი ვარ ამ სახლში და არა მასპინძელი. ეს ადამიანი ვერ მიხვდა რა უთხრა იესომ. იგივე მეორდება მეორე ღამეს, იგივე მესამე ღამეს და იესო იგივეს ეუბნება და ბოლოს მიხვდა ეს ადამიანი, რომ უფლისთვის ოთახი კი არ უნდა მიეცა, მთელი სახლი მისთვის უნდა გადაეცა. და როცა ეშმაკი მოვიდა და როცა მიხვდა ამას და უთხრა, უფალო, შენ ახარ ჩემი სახკარის უფალი. ამიტომ შენ იყავი და იუფლე და შენ ხარ მასპინძელი და მე ვარ სტუმარი ამ სახლში. იცით რა მოხდა? იმ ღამეს ეშმაკი ისევ მოვიდა. როცა მიეკაკუნა, იესომ გაუღო კარები და ბოდიშით მისამართი შემეშალაო. ეშმაკ შენი არ ეშინია. ეშმაკს იესოსი ეშინია. უნდა გახსოვდეს, რომ ნაწილობრივ კი არ უნდა იყო ღმერთის მიმართ გადაცემული. თლიანად უნდა იყო მიძღვნილი მის მიმართ. ესეც რატო ვამბობ, რომ სტუმარი ვარ და არა ვარ მასპინძელი, იცით? იმიტომ რომ ტასაცმელი, რომელიც მასვია, ესაც კი არ მეკუთვნის მე. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია დროებით სარგებლობაში, გაგვაჩნია, უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრები ვართ ამ წუთის სოფელში. სახლში, რომელშიც ვცხოვრობ და ძალიან გვიყვარს. საკუთარი ხელით როგორ გაშენებული, ვისაც აშენებული აქვს. ისიც კი არ გეკუთვნის და უცხოები ცხოვრებენ, მაია ჩვენ რო აღარ ვიქნებით უკვე იმ სახლში. ამიტომ არაფერი ჩვენი არ არის. და ასე თუ იცხოვრებ, ამ აზრით თუ იქნები შემყრობილი, რომ სტუმარი ხარ და არა მასპინძელი, ადვილია ცხოვრება. მაშინ არის ადვილი გასცე, მაშინ არის ადვილი გიყვარდეს, მაშინ არის ადვილი გააკეთო. მე ერთ-ერთი ქალბატონის მის სახელს არ ვიტყურზე გადადიოდა წუთის სოფლიდან, ხანდახან რაღაცებს მიმტკიცებდა, მეუბნებოდა, ვის რამდენი იქნა ვალი და ბოლოს რო უყურებდი, აღარაფერი აღარ აინტერესებდა, სანამ გადავიდოდა. ძვირფასება მომისმინეთ კარგად. არაფერი არ არის იმაზე კარგი, რომ იმ აზრით იყოს ადამიანი აღჭურვილი, რომ აქ არის სტუმრად. ეს შენ სიღარაგე, რომელიღაცა სკამზე და გიყვარს და ყოველ კვირას იგიჯდები ხოლმე. მაგრამ მერწმუნე, რომ ეს სკამი შენი არ არის. მიუხედავად იმისა, თუ შენი იყიდე კიდეც ეს სკამი. მაინც სხვა დაждდება ხვალე.
როცა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, მახსენდებოდა იესოს სიტყვები და რასაც იესო მთელ სახარებაში გველაპარაკება და უბრალოდ გვასწავლის და გვეუბნება, ეს არის რომ უბრალოდ იქნებ როგორმე გავიგოთ და დავიჯეროთ. რომ ყველაფერს, რასაც უფლისათვის აკეთებ, ის დარჩება მარტო ზეცაში. და ყველაფერს, რასაც აკეთებ ხორცისთვის, დარჩება აქ. მაგრამ ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ ისე გვიყვარს ამ ხორცში ცხოვრება, რომ ყველაფერს მას ვახვართ. გინდა თუ არ გინდა ასია. ამიტომაც არის საჭირო რომ ეკლესიაში იარო. დრო და დრო შეხსენება მოხდეს რომ რისთვის ახარ მოსული და სად მიდიხარ. რომ არ იცხოვრო მარტო ხორცისთვის და იცხოვრო სულისთვის. დღეს მინდა ერთ თემაზე გელაპარაკოთ. დილით შემიცვალა უფალმა ქადაგება, ესეთი რამე ხშირად არ ხდება ხოლმე. ვიცოდი რომ ერთი 10 დღეა მწყებს მომითხარო სიტყვა უნდა თქვაო და არაფერი თავში არ მომდიოდა. თითქოს გონება იყოს უსუფთა. ვიძახდი გაზ რა უნდა ვილაპარაკო. აი მოვაწია კვირამაც, კი რაღაცა თემა მქონდა და დილით როდესაც მოვედი ეკლესიაში ღმერთმა თემა შემიცვალა. ამ თემაზე ბევრი მაგ ნაფიქრე და ადრე მიფიქრია ძალიან ბევრი, როდესაც იესო ნეტარ კაცზე ლაპარაკობს. და სულ ვიძახდი ჩემთვის რომ ვინ იყო პირველი ბიბლიაში, ვინც ეს სიტყვა გამოიყენა, რომ ნეტარია კაცი. და დღეს მინდა რომ ვილაპარაკო ნეტარ კაცზე. ადამიანი, ვინც ნეტარად ითვლება. მე მინდა რომ იობის 5:17 გადავშალოთ, თუ ბიბლიები გააქვთ. და თულმე იობი ყოფილა, ვინც პირველად ამ სიტყვას იყენებს. ჩვენ ნეტარებები ნასწავლი გვაქვს, ნაკადაგარიცა გვაქვს ბევრი და ვიცით, მაგრამ თულმე პირველი, ვინც გამოიყენა ეს სიტყვა, რომ ნეტარია კაცი, ყოფილა იობი. და პირველი, რასაც იობი ამბობს 5:17-ში, ნახეთ როგორ ამბობს. აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი. ყოვლადძლიერის წვრთნას ნუ უგულებელ ყოფ. პირველი, რასაც იობი ლაპარაკობს ამბობს, რომ აი ნეტარია კაცი. სიტყვა ნეტარის განმარტებას თუ ჩაუკვირდები და ვნახავთ, ეს არის ბედნიერი ადამიანი, ეს არის ბედკეთილი და სანატრელი მდგომარეობა, ვისაც აქვს და გააჩნია. ხოლო წარმოგიდგენიათ რას ამბობს, ნეტარიაო კაცი, ვისაც ღმერთი ამხელსო. რამდენჯერ ყოფილხარ მხილებული უფლის მიერ? ხელით მანიშნეთ. ესე იგი ნეტარები ხართ, ხალხო. ბედიღბალა ადამიანები ყოფილხართ, იმიტომ რომ ყველას თულმე უფალი არ ამხელს. მაგრამ ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ამხელს. დიდება უფალს. იცით, როცა შეგრძნება გიჩნდება რომ დამნაშავე ხარ, ეს შენგან კი არ მომდინარეობს. იცით რამდენი ადამიანი მყავს ნანახი, ვინც ბევრს უც აკეთებს და სინდის ექსუბტა. რო შეეკითხო. არაფერი მათ ნერვს არ ეხება. ფულის გამო ისე გაგამწარებენ. ყველაფერში გაკიდიან. და მე ადგება კაცო და შეიძლება ისეთი ლოცვით ილოცოს მორწმუნეები მათ შორის რომ გააოცდე კიდეც. ზურბასე მომისმინეთ კარგად. აი მწყებს მახსენა ვინც ღმერთთან დადის. თუ ღმერთთან დადიხარ, არ არსებობს რომ ხილებული არ იქნა. შეუძლებელია ეს. და პირველი ეს იობის აღმოჩენა იყო ჩემთვის. როცა ვნახე რომ პირველი კაცი ვინც ამას ამბობს, ეს არის იობი და ამბობს რომ ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი. და გამიხარდა. და ყოვლადძლიერის წვრთნას ნუ უგულებელყოფო წერია, არ თქვა უარი, როდესაც ღმერთი წვრთნას შემოგთავაზებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც იობს უბედურება ემართება. და ისეთ უბედურებებს გადის, რომ ყველაფერი დაკარგა და მერე ამბობს ამ სიტყვებს და ლაპარაკობს. წვრთნა არის ეს ღვთისაგან. მოდის ისეთი წვრთნა ხანდახან რომ არ გინდა რომ ეს წვრთნა გაიარო. რაში გჭირდება? რამდენჯერ მithქვია რაღაცა წვრთნა როცა მოსულა ჩემს ცხოვრებაში. აი მეთქი ხლა ეს რას ემსახურება. ხო შეიძლება რომ ამის გარეშე გამევლო. კაცო, შეიძლება სხვაზე ისა რა ქვია, კარგი არა ვარ, მაგრამ არც სხვაზე ცუდი არა ვარ, მაგრამ რაღაცა მემატყდება ეს უბედურება. კაცო, ამ წვრთნის გარეშე არ შეიძლება რომ ნორმალურად ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ არა. ასე არ ხდება. მაინც და მაინც როცა არ გინდა, მაშინ დაგატყდება ეს წვრთნა.
და ღმერთი კიდე ზის და გიყურებს. ის კი მიყურებს, მაგრამ მე რო ვიტანჯები? პავლე ამბობს, ვინც იტანჯაო, შეწყვიტაო ცოდვის შადენაო. ჯერ სისხლამდე ცოდვას არ შეწინააღმდეგე ვიხარდო, პავლე ამბობს. იცით ძვირფასებო, უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაცა. ჩვენს ცხოვრებაში იესომ თქვა, რომ ერთი ღერითმაც კი მამის ნების გარეშე არ ჩამოვარდება. აი რამ აძლევს ძალას მსახურებისას. ვიცი რომ ღმერთი არ არის შორს, როცა რაღაცა ხდება. და ეს მაქვს კიდე ძალაუფლება არ აქვს შემზე, იმიტომ რომ ღმერთმა გამანთავისუფლა. იმიტომ რომ გამოსული ვარ ამ ტერიტორიიდან და ვარ ღმერთის ტერიტორიაზე შესული. მაგრამ თუ წურთნა მოდის, ესე იგი რაღაცისთვის არის. არ ვიცი. ეს რომ ვიცოდე ღმერთი ვიქნებოდი. ამიტომ ქადაგებლებს როცა ეკითხებით ხოლმე რაღაცეებს, ყველაფერზე პასუხი არ აქვს. თვითონ არის და შენ რა უნდა გითხრა. ყველაფერი რომ ვიცოდეთ ღმერთები ვიქნებოდით, მაგრამ ღმერთები არა ვართ. პასუხები რაც ვიცით, ეს არის რასაც ბიბლია გვასწავლის და გვაძლევს. იმის იქით ღმერთზე მეტად ვერ დავჭკვიანდებით, იმიტომ რომ არ ვიცით. შეუძლებელია იცოდე მთლიანი სამყარო და ყველაფერი და ყოველივე. მაგრამ ერთადერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ნეტარი ვარ. სწორ მდგომარეობაში ვარ, თუ ღმერთის ტერიტორიაზე დავდივარ. დიდება ქონეს სული წმინდას. თუ ხელა მოდის, თუ წურთნა არის ჩემს ხელზე, ჩემს ცხოვრებაზე, იცოდე რომ ღმერთი სადღაცა შორს არ ადგას. მერე დავიწყე კიდე ძიება საწერია კიდე ნეტარკაცზე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ხა პირველი რაც გამახსენდა, ეს არის პირველი ფსალმონი. და დავითი ამბობს, ფსალმონი გაჯერებულია აი ამ ტერმინოლოგიით და ნახეთ რასაც ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას. პირველი რასაც გვეუბნება, უღმრთოთა რჩევა არ უნდა გაითვალისწინო. არსებობს მოკლე გზები, რა თქმა უნდა არსებობს. არსებობს მოკლე გზები. თუ არ იცოდით, ეხლა გაიგეთ. მაგრამ იმ გზებზე ღმერთი არ დადის. ღმერთი იმ გზაზე დადის, რომელზეც დაგაყენა. და სანამ არ გაგატარებს აი ამ გზას, არ მოგეშვება. იცით რატომ? რა აზრი აქვს მთელი წუთი სოფელი შეიძინო და შენი სული დაკარგო. ღმერთს რა აინტერესებს, იცი, შენი დასაწყისი კი არა, დასასრული. როგორ დაამთავრებ? რა მნიშვნელობა აქვს როგორ დავიწყე? არა, როგორ არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად, მაგრამ თავარია როგორ დავამთავრებ. თუ მთელი ცხოვრება კარგი მქადაგებელი ვიყავე და ბოლოში აურიე და უღმერთოდ ვიქეცი და ღმერთის მგმობელი გავხდი, რა აზრი ქონდა იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი? ამიტომ დავითი ამბობს, რომ ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. სადაც ზიხარ, სადაც ცხოვრობ და როგორი მეგობრები წყავს, საბოლოო ჯამში ისეთი გახდები. კვლავ მოვიშველიებ ჩემს ძმა გოგის და ბესოს, როცა მეუნებოდნენ, რომ დათო არ არის კარგი ურწმუნო მეგობრებთან ყოფნა. მეუნებოდი კაცო, რას მეუნები კაცო, მიყვარს ეს ხალხი. ამათ ერთად გავიზარდე. ეხლა რა გიდა ეხლა ამათთან აღარ ვიყო? და ეს ის პერიოდებია ძვირფასებო, როცა ჭკუას მასწავლიდა ღმერთი. როგორ რა დამატოვინებინა მათ თავს. ისე მიყვარდნენ ისინი. მაგრამ საბოლოო ჯამში რომ მაგრა რო ვიცემე, მერე მივხვდი რომ თურმე ჩემს ძმაკაცებს კი არ უნდა ვდიო ბესოს, გოგის, მაშინ ხშირად მარხულობდა ხოლმე ბესო, რა ვიცი, მარხვაში იყო. როდის ჭამდა არ მახსოვს. ჯონი ერთხელ მარხვაში იყვნენ და გავიხსენო ეს ამბავი. მაშინ ახლა გახსოვთ 90-იანები იყო და საჭმელიც ბევრი არ აქვს ხოლმე. და რაღაცა კონსერვი იპოვეს სახში, რაღაც თქო უნდა გამოსულიყვნენ მარხვიდან. და ჯონისთან არიან სახში თუ არ ვწდები. გოგისთან იყვნენ და გოგიმ რაღაცა ესეთი ძვირფასი რაღაცა გამოიტანა, რომელიც დედამისმა დახუპა. რა თქმა უნდა, ხა თვალები დახუჭეს, გასეს კონსერვი დაიწყეს ლოცვა და მარხვიდან რო გამოვდიოდით ხოლმე 1-15 წუთს მინიმუმ მაინც ვწვდით ხოლმე, თვალები რო გაახილეს, კაცო გაფუვდა და გამრავლა, თუნდაც ძველი ყოფილა და ამათ გვეგონათ რომ ღმერთმა გაამრავლა. ნეტა გაემრავლებინა, მაგრამ ასე არ იყო მესო.
ასეთ კარგ ძმებთან ვიზრდებოდი და მასწავლებდნენ უფლის სიტყვას და სახარებას. პირველი ბიბლიის ფურცლები გოგისთან მაქვს სახში საკითხული, იმიტომ რომ ბიბლია მე პირველად ფიზიკურად ვნახე გოგისთან სახში. სად იყო იმის საშუალება რომ ბიბლია ქონოდა ასეთ ფორმატში. დღეს რომ იმხელა მტვერიადებს რომ ხალხი აღარ კითხულობს სიტყვას. დავდიოდი ხოლმე გოგისთან. რა ვიცი, ერთი 500-900 კილომეტრი მაინც იყო ჩემი სახლიდან ფეხით რომ მივსულიყავი და დაბადების წიგნი იქ ამაკ წაკითხული პირველი თავები. იმიტომ რომ მაინტერესებდა ვინ იყო უფალე. ძვირფასებო, ღმერთს უნდა რომ ნეტარ კაცად შეგრაცხოს. მაგრამ ნეტარებას ახასიათებს თვისებები, რასაც უფალს უნდა ფეხ და ფეხ მიყვე. თუ გინდა რომ ნეტარი იყო, არ უნდა სდიო უღმრთოთ არჩევას. ეს არის ნომერი პირველი, ერთ-ერთი. ცოდვილთა გზას არ უნდა დაადგე და არც აუყიათა საკრებულო არ უნდა იყოს ადგილის, სადაც უნდა იჯდე. უთხარი ადამიანს რომ ლოცვაზე წამოვიდეს ან გასართობად. დღევანდელი ახალგაზრდები მით უმეტეს. თუ გართობას გაიგებენ, ყურები აქვს დაგძელებული. მაგრამ თუ ლოცვას გაიგებენ, იქ არ ბედიან. ზურბასება მომისმინეთ. ხანშესული ქალბატონები ლოცულობდნენ ხოლმე და დაჟენია იყო, სხვადასხვა დები, აღარ ჩამოვთვლი ბევრი მათგანი უკვე უფალთან არის. ამ ქალების შემყურე, რომლებიც ხანშესულები იყვნენ, მათ მომასწავლეს ლოცვა. ზოგჯერ ვიძახდი ხოლმე, რა მინდა მე ვერ ხალხთან. ვერ ავხვდებოდი იქ რა მინდოდა, მაგრამ გრძნობდი ღმერთის თანდასწრებას. იქ ვისწავლე ლოცვა, იქ ვისწავლე თავის უარყოფა. მე შარლები რო გვეცვეღლა, ძმები რომ მოვედით, ეხლა რა იცოდნენ იმან რა თეოლოგი განათლება ჩვენ აქვს, მოგწხებდნენ ხოლმე ხელს, ეხლა იქადაგე ვიძახი, რა უნდა ვიკადაგო, ესე გადაირიდნენ. კოტერო პირველად იქადაგა მახსოვს იესოს უყარხარ მაგრა იტირა და დაჯდა და თქვა რომ ეს ჩემი საქმე არ არისო. ასე ვიყავით სულ ყველა. ბესო მეტყოდა სიტყვი ძმაო სიტყვას, რა სიტყვა უნდა ვთქვა, ვიძახი ბიჭო, ორი თეორია რაღაც არა მაგ წაკითხულე. ერთი ავდგებოდით ხო ვიტყოდი რომ იესო მოკვდა ჯვარზე, მეტი არაფერი ჩვენ არ ვიცოდით. სწორ ხალხთან სიარული, ზურფასება და სწორ ადამიანებთან ყოფნა სხვანაირ ადამიანად გაქცევს. რატოა ეკლესიაში საჭირო სიარული? თუ გინდა რომ ნეტარი იყო ეკლესიაში უნდა იარო. უნდა გაიარო ეკლესიის ჭირვარამიც და სიხარულიც. რო გვდევნიდნენ, ბევრი აქ ვიყავით, ზოგი დაიკარგა დევნისას. მაგრამ ჭირი და ვარამი ეკლესიაში და კარგი და სიკეთე რაც არის, იცოდე რომ ეკლესიას არ მოშორდე. რამხელად ყულში ცხოვრობენ დღეს ადამიანები. გონიათ რომ შვილები გაიზრდებიან, ინსტიტუტში უნდა ჩააბაროს. PhD ხარისხს მიიღებენ მერე და ამით თითქოს აღასრულეს თავიანთი მოწოდება. ეკლესიაში რომ მოვედი, ჩამომიწერეს ბესომ და გოგიმ, ეს გადავეკიდი ამათ. ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. აი მე იმხელა რაღაცა ცხრილი გამიკეთეს რომ გული გამისკდა. კაცო, მაშინ 15 წლის ვიყავი სულ და ვიძახი, კაცო, ეხლა ხდება ყველაფერი, რაც ხდება მეთქი და მე რა ჯანდაბათ მინდა 14 წლის რო გავხდები მეთქი და მითხრეს თუ ესე იცხოვრებ ძმაობასო, მოკვდები და ჯოჯოხეთში ჩახვალ. ჯოჯოხი დაშმაკები არ მომწონდა. იქ არ მინდოდა წასვლა. მაგრამ თავსაც ვერ ვძლევდი რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. ერთხელ ისე ცუდად გამხადეს რომ დაბლა ჩავედი, ჰაერ მაინც გამიაროს მეთქი, იმიტომ რომ ჩემს თავს ვგლოვობდი. ეხლაც მახსოვს რაღაცა ესპანური სიმღერა იყო ჩართული, ეხლაც რომ ჩართავენ ხოლმე ასადმე გავიგო რომ ცუდად ხდეს ხოლმე ის სიმღერა. იმიტომ რომ ის მახსენდება. მაგრამ დრო როცა გადიოდა ძვირფასება, ჩვევებიც იცვლებოდა. რასაც ნაჩვევი ვიყავი, ისევ ცხოვრობდი. შემდეგ სიწმინდემ რო დაიწყო შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, გონებამ დაიწყო შეცვლა. დღეს ჩემთვის უფრო ცუდია, როცა ცუდ რაღაცას ვაკეთებ, ვიდრე კარგს. რატო? იმიტომ როცა ცუდს ვაკეთებ, ბუნება რომელიც ჩემში ცხოვრობს, ის უკვე ჩემი აღარ არის იესოსი. და რაც იესოს აღარ მოსწონს, აღარც მე მომწონს ის. გესმის ზურფასება, მაგრამ მაშინ ცოდვას ვიყავი მიყიდული. არ გაგშედიათ კითხვა კაცო, დედა რო ლექს გასწავლი და ხოლმე. რამდენჯერ წიგნი მომხვედრია ხოლმე თავში.
კაცო, ამ ლექსებს ვერ ვიმახსოვრებდი. ჭირდებოდა ერთი კვირა რომ მესწავლა ეს ლექსი, მაგრამ ამ გინებას რო გავიგებდი და უწმასურ სიტყვებს, ამას დიდი დამახსოვრება არ ჭირდებოდა. წამიერად იმახსოვრებდა კაცი ყველაფერს. ამ ცუც მალე ვსწავლობდი, ამ კარგს ვერ ავსწავლობდი. ერთი მითხარით, ცუდი ლექსიკონის გაკვეთილები სად გაგივლიათ? არსად. მაგრამ ყველაფერი ვიცით. საიდან ვიცი დღემდე არ ვიცი, მაგრამ ვიცი ყველაფერი. თან ისე რომ არსაზე პიროდ მქონია, არც რა ქვია, სასწავლოთ არ მოუწია და არაფერი, მაგრამ ვიცით. სულ მიკვირდა ხოლმე პატარა რო ვიყავი, კაცო, რატო იყო ცუდი, კარგი და კარგი ცუდი. თუ პოლიციაში დარეკავდი, ცუდი ბიჭი იყავი და თუ არ დარეკავდი, კარგი ბიჭი იყავი. თუ ვიღაცას სცემდი, კარგი ბიჭი იყავი, თუ არ ასცემდი, შეიწყალებდი, ესე ცუდი ბიჭი იყავი. ყველაფერი ამოაყირავა ეშმაკმა. და ამით გავიზარდე თითეული ჩვენთაგანი. მაგრამ ასეთი კაცი ნეტარი ვერ იქნება. მოდი გავაგრძელოთ. ფსალმუნის 31:2 ლაპარაკობს, რომ ნეტარიაო კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის უფალი ცოდვასო. და ვის სულშიცო არ არისო სიცრუეო. რა კარგი სიტყვებია. რა კარგია, როდესაც უფალი ცოდვას არ ჩაკითხვის. ვის გაქვთ ფილმი ორმონანახი ქართულად? კაც რო ორმოდანა მოიყვანს, კაცი ხო იცი და მე მთელი ცხოვრება რო ვენება არ დაგავიწყდეს ვინა მოგიყვანა ორმოდანო. 100 აძახის მთელი დღე ეს კაცი გაიქცევა და ისე ორმოში ჩავარდება. აღარ მინდაო შენი დამადლებული საქმეო. მაგრამ ნახეთ ძვირფასებო, როცა უფალი გპატიებს, ის აღარ გიხსენებს ცოდვებს. ეხლა რომ მიხვდეთ უფალთან დაელაპარაკოთ და უთხრა დათოს ცოდვების შესახებ, გეტყვის რომ არ ვიცი. ასე გამწმინდა ღმერთმა რომ დაივიწყა ყველა ჩემი დანაშაული და თავის ძეში დაგფარა. დიდება ქონეს უფალი იესო ქრისტეს. მაგრამ ჩვენ ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებთ. და როცა დაგჭირდება და თუ ვინმე გაგვაბრაზებს, სულ გაუხსენებთ ხოლმე, ვინც კი რა გააკეთა. დედაჩემზე მეცინებოდა ხოლმე კაცო. ამ ბებიაჩემს არ ანებებდა თავს. მოკვდა მეთქეს, კალე აღარ არის. მაგრამ სულ ახსოვს რომ ის თეფშები არ მისცა. სულ ახსოვს ყველაფერი და ყოველი წუთი როგორ უჭირდათ და იმათ როგორ ყველაფერი გვეუბნებით, მოკვდა ის კალე, აღარ არის. დაგმართვით ეგეთი რაღაცა, თუმარ დედაჩემს ემართება ხოლმე. ვეუბნები, ქალო აღარ არის ცოცხალი, მორჩა. დამარხეს უკვე. ქალბატონი მარუსა აღარ არის ცოცხალი. აღარ არის აღარც ის თეფშები, აღარაფერი აღარ არის, მორჩა ყველაფერი. მაგრამ როცა კი ჩემთან დაждდება და მაინც გაახსენდება, წამოვიწყებს ხოლმე, მეთქი აღარ არის ცოცხალი. დაანებე იმ ქალს საფლავში თავი. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის. და ხო გინდა რომ უფალმა ცოდვა არ ჩაგითვალოს. მითხარით რამდენს გინდათ ეს? ხო და დაანებეთ ამ ადამიანებს თავი. შეეშვით. ნუ ითხოვთ ამ სამართალს, თორე თუ ღმერთი სამართლით მოგიდგება, ვაი. თავს ვერსად ვერ გამოყოფ. როცა ლოცვაზე დგახარ, ასე უნები ღმერთს, ჩემი სამართლით მომაგეო? ასე ლოცულობ, თუ ასე ლოცულობ, არ ვიცი, მაგრამ მე ესეთი ლოცვა ჯერ არ მილოცია. მე რას ვეუბნები ხომ, მეცით ლოცვის ოთახში რომ შევდივარ, შემიწყალე. და მე ვაგზელებ და სხვა სიტყვას კი არ ვხმარობ, შემიწყალე. წყალობას მოუხმე. თუ წყალობა გინდა ღმერთსაგან, წყალობა უნდა გასცე. ამიტომ ამასო თუ უფალი ცოდვას არ გითulis, შენც უნდა შეძლო რომ სხვებსაც აპატიო. როგორ ვაპატიო? როცა თეთრეული არ მქონდა და არ მომცა. თეფშები ერთ ქვაბში ვჭამდით. იმათ 10 ქვაბი ქონდათ, მე რა რო ქონდა 10 ქვაბი. ეხლა რამდენი ქვაბი გაქვს მეთქი? თან ემალის. ზურბასებო ისწავლეთ პატიება ადამიანების. ისწავლეთ. თორე იცოდეთ უარეს დღეს შევარდებით. ზოგი მეუბნება ხოლმე, აი როგორ უნდა
ერთ ძალიან დიდი ფული ემართა ჩემი. ძალიან დიდი. თითქმის წელიწადი ვიმუშავე. ეს არ იყო 1 და 2 და 3 და 4000. და მწერს რომ ფული არ ამაქო. ამდენი ხალხისთვის ფული მქონდა გადასახდელი. ვიცახი, ვაი, რა მეშველება. და მეუნება შემეძლო მეჩივლა კიდეც ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა და სულიც მინდა იმ ღამეს დამელაპარაკა და მითხრა აპატიე. ბიჭო, კი ვაპატიებ მეთქი, მაგრამ მე რაღა ვქნა მე. მე მენდეო. წერს ამხელა წერილებს, თან უცხოელია. დავიღალე ამ წერილების კითხვი და ბოლოს მივწერე, მიპატიებია მეთქი და არ გაგიხსენებ ამ ყველაფერს მეთქი. და სიჩუმე. მართლა მაპატიეო, მეთქი რა თქმა უნდა, აბა რომ ვამბობ, ესე იგი ვგულისხმობ. შემიძლია საქართველოში რომ ჩამოვიდე შეგხვდაო, მეთქი შეგიძლია. თალბეთკი ჩემ ხარჯზე დაგპატიჟებ. ხინკალს და ხაჭაპურს მეგაჭმევ მეთქი. იმ დღეს გამთავისუფლდი. ეს ვალი ისე გადავიხადე, რომ ვერც კი გავიგე. ძვირფასებო. ვისთან ერთად დადიხარ, ხო არ გავიწყდება. თუ ღმერთი დაგელაპარაკა რაღაცაზე, მოусმინე. დიდება ქონეს სული ადამიანების გარშემო ცხოვრობ და ადამიანებს ისე ხდება ძვირფასებო, რომ ეშლებათ. თან მაგრა ეშლებათ, მაგრამ სხვას თავი დაანებე, რამდენი გეშლება შენ. დღესდღეობით რამდენი შევწოდეთ, კაცმა არ იცის. ეს ყველაფერი ახლა ეკრანზე რო გამოვიტანოთ, აქ არც ერთი არ დავჩებით, მაგრამ ღმერთმა ისევ გვაპატია. ისევ თავის სისხლში დაფარა. ისევ წამოგვაყენა, ისევ გაგწმინდა. როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი ღმერთის წინაშე. დიდება ქონეს სულიწმინდას. შენ სულში არ უნდა იყოს სიცრუე. ცბიერი კაცი არ უნდა იყო. გინახიათ ცბიერი ადამიანი, როცა გატყუებს, თვალებში გიყურებს და გატყუებს. წყემს ძალიან ბევრი ყავს ესეთი ნახე. პირადად ვიცი. გიყურებს თვალებში და გატყუებს. სრუსული აქვს მას. კაცის არ მაშინია ზეწფელია. მაგრამ ცბიერი კაცი მინახია, ერთ შენთან იტყვის და სხვასთან მეორეს დააყოლებს. თუ ვინმეს უბედურება გაიგო, ქვეყანას მოსდებს. რამდენჯერ გაიკეთებია ეგეთი რაღაცა? თუ გინდა რომ მორწმუნე იყო და ნეტარი კაცი იყო, როგორ მომწონს ნეტარი კაცის განმარტება. ეს არის ბედნიერი ადამიანი. ეს არის ბედკეთილი კაცი და სანატრელი. დიდება ქონეს სულიწმინდას. რა კარგი ასეთ კაცთან ერთად ცხოვრება და ყოფნა. გინახეთ უჟმურ ადამიანთან ყოფილ ხართ ოდისმე. ვაი. 15 წუთი ვერ ავძლებ ხოლმე. სახეს რომ მოგუშავს და გიყურებს და ვერ გაგიგია ვისი დასავალი შეჭამ საჭმელს და გითulis არ შეჭამ და არ ვიცი რას ფიქრობს, ასეთ კაცთან პულსაც არ შევჭამ. ყველა ვინც მეპატიჟება არ მივდივარ ხოლმე. მაგრამ არიან ადამიანები ვინც მეპატიჟება, იქ გავარბივარ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი რომ მთელი არსებით მეპატიჟებია. ამონარედი ამოვიკითხე ერთგან, როგორი ადამიანები ვერ შევლენო სამოთხეშიო. მალე დავამთავრებ, მე მგონი დრო მაქვს კიდე ერთ ცოტა, ხო? როგორი ადამიანები ვერ შევლენო სამოთხეშიო. ეხლა ნახეთ რამდენს გემხილებათ. რამდენი ადამიანი მოსულა კარებზე და დაუკაკუნებია თქვენ შიშკარზე. და რო გაგიხედია, დაგინახე, კიდე ეს მოვიდაო. მაგრამ კარები რომ გააღე, როგორ გელოდებოდი რომ ამდენი ხანი სადიყავია. რამდენს მოგვსვლია ასეთი რაღაცა. ეხლა უარეს გეტყვით, ასეთი რაღაცა დამემართა ამის წინებზე. ხო ვქადაგებ ამის შესახებ და ვიცი და დამემართა, მაინც დამემართა. და მე ვხვდი უფალო მაპატიე. ამის ნერვები გაქვს ეხლა? ეხლა შემოვა და დაიწყებს კიდე და კარების გაღებაა და როგორ გელოდებოდი. სად იყავი ამდენ ხანს? ყალბის სული არ უნდა გქონდეს კაცს. აი ცოტა ჩავირბენ ეხლა. ფსალმუნების 93:12 ისევ ნეტარ კაცზე ლაპარაკობს დავითი. ნეტარია უკაცი, რომელსაც
წორთუნი უფალო და ასწავლის შენს რჯულსო. ესე იგი მთელი ჩვენი ცხოვრება არის წორთუნა, ეს დაიმახსოვრეთ. და სანამ გამოსტას არ ჩააბარებ, მანამ სხვა საფეხურზე ვერ ახვალ. შეიძლება ვიღაცებმა დაგაწინაურონ, დიდი პაგონებიც გაიკეთონ და ვარსკვლავების დაგახატონ ზეთ. მაგრამ იცოდე რომ უფლის თვალში ვერ ახვალ ერთი ნაბიჯითაც მაღლა და ერთ საფეხურზე. ყველა ჩვენთაგანი წორთუნას უნდა გადიოდეს და წორთუნის გასვლა მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი კაცის ხვედრი არის. ჰალელუია. წარმოგიდგენიათ რომ ღმერთს ახლა რამდენი საქმე აქვს. ეხლა მარტივ რაღაცას გეტყვით. მომისმინეთ კარგად. სულ მიფიქრია რაღაც რას დამდევს ეს უფალი კუჩი მეთქი. სხვა საქმეა რა კაგებდნენ galaktikებია. თან ამოდენა მილიარდობით ხალხებმა რაღაც ჩემთან აქვს მაინც და მაინც საქმე. მაგრამ ზურფასება მომისმინეთ უფალი იმდენად არის დაინტერესებული რომ გადარჩე. რომ ყველაფერს აკეთებს რომ ხსნამდე მიგიყვანოს. არ უნდა ღმერთს რომ ეშმაკმა ქვაბში მოგხარშოს. მე თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ დილითაც ვეუბნებოდი უფალს. ნეტა როგორი სახე გაქვს მეთქი. როგორ მაინტერესებს იესოს თვალები. როგორ მაინტერესებს როგორია უფალი, თვალით არ მინახია უფალი. ბევრჯერ მიგზნია მის თანდასწრება, მაგრამ არ მინახია. მთელი ჩემი ინტერესი, რაც კი გამაჩნია ჩემი ზეციდან შობის შემდეგ, ეს არის რომ უფალი ვნახო. ამ შანსს არაფერში არ გავცვლი. და ეს არ უნდა დაკარგოს არც ერთმა ჩვენთაგანმა. ესე იგი ნეტარი რომ იყო, ეს არ არის რომ პონჩიკები გაჭამოს ვიღაცამ. ან მუდმივად ლოყები გიწელოს. არა, მაგალი შოლტი ხდება ხოლმე შიგადაშიგ. გასწავლის ჭკუას მე გადაყავხარ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში და გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო. ამიტომ არის ზურფასება იმის თქმა მინდა და იქითკენ მივდივარ რომ იცოდეთ რომ ყველგან ერთი მდგომარეობა არ არის და ყველა მდგომარეობაში რა გარემოშიც გაზრდილი ხარ ზოგჯერ ის გარემოება არ გხვდება. ან მე ისეთი უნდა გახდე როგორებიც ისინი არიან ამ პირიქით. უნდა ეცადო რომ ყველგან უფლის სიტყვა დაიცვა და ემსახურა. და ძალიან ხშირად გარემოება გაიძულებს რომ ისეთი გახდე როგორცაც ისინი გელაპარაკებენ და კარნახობენ. მაგრამ ნუ შეეთვისებით აი ამ წუთის სოფელს. მე მინდა რომ ნეტარი კაცი ვიყო. მე მინდა რომ წურთნა უფლისაგან მივიღო. მე მინდა რომ ღმერთი მომხელდეს. მე მინდა რომ უღმერთოთა რჩევას არ ვითვალისწინებდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბოლომდე ვერ ჩავედი, მაგრამ აი ამის თქმა ისიც მინდოდა ზურფასებო. რაც ღმერთმა ჩემს გულში დღევანდელ დღეს შეადო, მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. არასოდეს არავის არ მოусმინოთ. თუ ვინმე გეუბნება რომ ეკლესიაში არ წახვიდე, ეს ღმერთის ხმა არ არის. თუ გეუბნება რომ შვილები ეკლესიაში არ უნდა გაზარდო, ეს ღმერთის ხმა არ არის. ყველაფერი რაც გესმის, ისეთი რაც არ დაწერილა, არ მოусმინო. იყავი ნეტარი შენი ცხოვრების გზაზე. ემსახურე შენს უფალს. და წორთუნა მოვიდეს ღმერთისაგან. და მანამ როგორც ძმაგია ლოცულობდა დასაწყისში, ეს უდაბნო რომელიც ეშვება კაცის ცხოვრებაში და არ გამოვიდეთ იქიდან სანამ ღმერთი ჭკუას არ გვასწავლის, იმიტომ რომ შეიძლება იქიდან გამოვიდეთ და დავიღუპოთ. მაგრამ ღმერთს იქიდან არ გამოყავხარ ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ჭკუა გასწავლოს. ებრაელებს ამბობთ 40 წელი დადიოდნენ ერთი მთის გარშემო. რამდენჯერ ერთი და იგივე საკითხიდან ვერ გამთავისუფლებულად წლები. ეს იქნება უპატიებლობა, ეს იქნება არასწორი ცხოვრების წესი, სხვადასხვა რაღაცეები. და მე ვამბობთ რომ რატო არაფერი არ ხდება. იმიტომ არ ხდება რომ ღმერთის მოსმენა და ყური დავკარგეთ რომ აღარ ვიგონებთ ღმერთის ხმას. რამდენჯერ ყოფილა რომ ღმერთს უთქვამს და გამოსულხარ ამა თუ იმ მდგომარეობიდან. მაგრამ რამდენჯერ ყოფილა რომ 100-ჯერ უთქვამს და მაინც და მაინც იგივე საკეთებ. უბრუნდები და ისევ იგივე დანაშაულს შედიხარ. ამიტომ ზურფასებო დაე ჩვენი სულები და ერთმანეთი ყველან ვნახოთ ზეცაში. ამენ ზურფასებო, მოდი წამოვდგეთ. მოდი ვილოცოთ უფლის წინაშე.
ჰალელუია. ზაციერო მამაო, ჩვენ მოვდივართ ჩვენს წინაშე. ჩვენ ვდგევართ ამ ადგილზე უფალო ძლიერო. ეს შენი სამეფოა. როგორც იყო ნათქვამი ღმერთო დიდებულო, ეს შენი ეკლესიაა. ჩვენ შენ გეკუთვნით უფალო და არავის სხვას. ამიტომ ღმერთო ის თვისებები რაც ჩვენშია დღევანდელ დღეს სულოწმინდაო. შენგან მოცემული დაიღვივდებოდეს ღმერთო, იხვეწებოდეს უფალო ძლიერო და რაც შენ არ მოგწონს უფალო ძლიერო. მოგვაშორე ღმერთო, ხელით გვამხილე უფალო ძლიერო. გვასწავლე რომ გონიერებას მოუხმოთ უფალო დიდებულო და სწორი გზით ვიაროთ იესოს სახელით უფალო დიდებულო. მამაო, ჩვენ გევედრებით უფალო ძლიერო. იესოს სახელით მოვდივართ ჩვენს წინაშე ღმერთო დიდებულო და არაფერს არ აღთხოვთ გარდა წყალობისა ღმერთო, რომ შეგვიწყალო და შეგცვალო. გარდასახე ჩვენი ცხოვრება. შეცვალე ჩვენი ცხოვრება ღმერთო დიდებულო. ხელით გვამხილე ღმერთო დიდებულო, მაგრამ ხელი არ აქვს უფალო იესო. იესო ქრისტეს სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისათვის და მთელმა ეკლესიამ თქვა ამენ. დიდება ცოცხალ ღმერთს დაბრძანდით ერთ წუთი, დიდებული არის ჩვენი უფალი, ჩვენ ახლა ზიარება უნდა მივიღოთ, მაგრამ რა საოცარია თუ ყოველი ჩვენთაგანი თავის ცხოვრებას გადახედავს. ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში აღმოჩნდება ის მომენტები, სადაც დავინახავთ თუ ღმერთი რა დიდებული ჩანაფიქრით მიგვიძღოდა წინ. ამენ. რაც ახლა რაზეც ვამისაუბრე, ეს არის ტიპიური ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, როცა უფალს უახლოვდება თავისი განცდებით, წინააღმდეგობებით, რითიც 90-იანი წლები ალბათ მართლა დახუნძლული იყო, დევნით, შევიწროებით. დღეს მორწმუნეებს ერთი რაღაც არის ხოლმე უბრალო წინააღმდეგობა ვიღაცა რო იტყვის, რომ შენ ახლა ჩვენი მამაპაპების რწმენაზე არადგე ხარ და სექტანტი ხარ. ისეთ ხასიათზე მოდიან ხოლმე, რომ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, აღარ იციან რა გააკეთონ, მაგრამ ეს მართლა ის დიდებული წლები იყო, დიდებულს იმიტომ უწოდებ, რომ კარგი წვრთნა გაიარა მაშინ ჩვენი თაობის ხალხმა 90-იანებშიც, მანამდე კომუნისტური რეჟიმი იყო, ეკლესიამ და იმ დროინდელმა მორწმუნეებმა გადავიარეთ, ახლა მახსენდებოდა ძმებმა, რომ კონსერვი აკურთხეს და გაფუჭებული იყო და აფოვდა და უფალმა აკურთხაო. გვახსოვს ის წლები, როდესაც ჩვენი ალბათ რაციონი იყო ხოლმე ჩემი ოჯახის, მოვიმარაგებდით ხოლმე რაღაც და პავიდლოს ვაკეთებდით ხოლმე. პავიდლო თვალის დასანახავად ახლა შეიძლება გვეჯავრებოდეს ზოგიერთებს უკვე. თუ სალას ვიშოვიდით ხოლმე, კარგი სალა, იაფიღირდა ხოლმე, დავამარილებდით და ერთი მეშვეგი კარტოფილი ზამთარში და კარტოფილი და სალა, ეს იყო ალბათ საუკეთესო საჭმელი. ამის იქით უშუქობა, რამდენჯერ
მახსოვს რომ ქადაგებმა მომზადებია ლამპის შუქზე. არც ის არ იყო მაშინ დღეს ქადაგებლები რო ხმარობენ ხოლმე არ ChatGPT იყო და არც კიდევ ბევრი რაღაც. ლამპის შუქზე კითხულობდით ბიბლიას და ასე მომზადებდით ქადაგებებს, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ ადამიანები ვინც მოდიოდნენ უფალთან ცოტა სხვანაირად იზრდებოდნენ. მართლა ღმერთი თუნდაც იმ გაჭირებულ პერიოდში გვატარებდა და გვასწავლიდა თუ როგორ უნდა დაგვედო იმედი მასზე. ბევრი კურიოზული მომენტები გამახსენდა, ეხლა დათო რო ლაპარაკობდა, მაგრამ ეხლა მაგის დრო არ არის. მაგრამ ჩვენი უფალი ისეთი დიდებული არის, რომ ხანდახან ჩვენ ცხოვრებაში კურიოზულ მომენტებსაც უშვებს ხოლმე, რომ მე როცა გადაივლის ყველაფერი, გავიცინოთ, გავიღიმოთ და იმაშიც დავინახოთ ღმერთის ხელი, რომ ღმერთი იმ დროსაც როგორ გვზრდიდა და როგორ მიგვიძღოდა წინ. ვერც დიდება ყველაფრისთვის. ჰალელუია. ჩვენი უფალი იესო, როდესაც ქვეყნიერებაზე იყო, ის თავისი მოწაფეებისთვის არა მარტო უფალი იყო, მაგრამ მათი წინამძღოლი და მეგობარი იყო. და მინდა ერთი სიტყვა გაგახსენოთ, იესომ თქვა, იმ სიყვარულზე დიდი სიყვარული არ არსებობს, რომ კაცმა თავი გასციროს თავისი მეგობრების გულისთვის. გახსოვთ ეს სიტყვა? და რა თქვა იესომ? მე თქვენ მეგობრებს გიწოდებთო. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. სიტყვა მეგობრობამ შეიძლება ფასი დაკარგა დღეს, იმიტომ რომ გვინახია ამას ერთად ვკითხულობდი, რომ კაცი რომელიც მოკლეს ახალგაზრდა, ყველა იცით როგორ ახასიათებდა მის კვლელს, მეგობრები იყვნენო. ერთად იყვნენო, მეგობრობდნენო და რამდენი ესეთი შემთხვევა იყო და ყველა ხასიათს მეგობრები იყვნენ. მაგრამ მეგობრები ერთმანეთისთვის თავსდებენ და არა ერთმანეთს კლავენ. მეგობრები ერთმანეთს არ ატყუებენ. მეგობრები ძვირფასებო მართლა ცხოვრებაში ჭირში თუ ლხინში ერთად არიან და არ ღალატობენ ერთმანეთს. იესომ სიტყვა მეგობრობის ფასი გვაჩვენა და თქვა, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მაგრამ იქ ვერ აწერია თუ ჩემი მამისნებას ასრულებთ. მეგობრობა სამმხრივი არ არის, მეგობრობა ორმხრივია. არ შეიძლება ჩვენ ვიღაცისგან მეგობრობა მოვითხოვოთ და ჩვენ თვითონ არ ვიყოთ მეგობრები. ადამიანებს ხო ის გვინდა ვიღაცა კარგად მოგვეპყროს. ვიღაცამ შენთვის თავი დადოს, ვიღაცამ რაღაც კარგი გაგიგეთოს. მაგრამ ეს ორმხრივია, ჩამოძვრფასებო. და თვითონ იესოც როცა მეგობრობაზე ლაპარაკობს და მართლა გვაჩვენა საკუთარი მაგალითით მეგობრობის ფასი, მან თქვა, ჩემი მეგობრები ხართ, თუ ჩემი მამისნებას ასრულებთ. ამენ. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი ძრფასებო. ჩვენი მეგობრობა ღმერთისადმი და უფალი იესოსადმი ჩვენი ერთგულება არის. მისი სიტყვის ერთგულება არის. გინდა იყო ღმერთის მეგობარი? რამდენ თქვენ რაგას გინდათ ღმერთის მეგობარი იყოთ? ეს არ არის ძრფასებო, ეხლა ვიღაცამ რომ მოისმინოს შეიძლება თქვას ეს ხალხი რაღაცას შეიძლება ფანატიკოსობენ. ან ვიღაცამ შეიძლება ეს ჩაგვითვალოს კიდეც რომ ღმერთს გმობენო. როგორ შეიძლება ადამიანი ღმერთის მეგობარი იყოს? მაგრამ წერია რომ აბრაამი ღმერთის მეგობარი იყო. ღმერთი თავის შვილებზე ლაპარაკობს ზურფასებო არა როგორც უცხო ადამიანებზე, მაგრამ მეგობრებზე. აბრაამი ღვთის მეგობარი იყო. და რის გამო გახდა ღვთის მეგობარი? იმიტომ რომ მას ჯეროდა მისი სიტყვის და წარმოიდგინეთ აბრაამი ემიგრაციაში თავისი ქვეყნიდან დღევანდელი ედით რომ თქვათ არ წასულა ქანაანის ქვეყანაში იმის გამო რომ უჭირდა. დღეს ადამიანები მიდიან ქვეყნიდან იმიტომ რომ უჭირთ, სამსახური არ არის და ცდილობენ საიდანღაც იწვალონ, იშრომონ და თავიანთ ოჯახებს რაღაც მოუტანონ. მაგრამ აბრაამი თავისი ქვეყნიდან როდესაც ადგა და ქანაანის ქვეყანაში გადაიხვეწა, გაჭირობა არ უძღოდა წინ. აბრაამი თავისი ქვეყნიდან რო გამოვიდა, 300-მდე მარტო მსახური ყავდა, რომელიც მის სახლში გაზრდილები იყვნენ. აბრაამი მდიდარი ადამიანი იყო. ის თავისი ქვეყნიდან სიმდიდრით გამოვიდა. 300 მარტო მის სახლში გაზრდილი მსახური იყო
რომელთაც მან 5 მეფე დაამარცხა შემდეგ ბრძოლაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, უფალი ეუნება ადექი და წადი აღთქმულ ქვეყანაში და უთხრა იმ ქვეყანაში წადი. აბრამი როდესაც გადმოვიდა და გადაკვეთა საზღვარი ქანაანის ქვეყნისა, წარმოიდგინეთ, ზარზე იმით არავინ არ დახვედრია იქ. ო აბრამ, ღვთისმრჩეულო, მოხვედი ჩვენ მიწაზე, ჩაიბარე ყველაფერი. არა, პირიქით ზურფასებო, განსასწრებელი დახვდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც ღმერთი ეუნება წადიო, მივიდა იმ ქვეყანაზე და ღმერთი რას ეუნება. აი ამ მიწას შენი შთამომავლობა დაიმკვიდრებს. და ისიც როდის 400 წლის შემდეგ. მანამდე შენი შთამომავლობა იქნება მონობაში. და შემდეგ მე გამოვიყვან მათ და მივცემ ამ ქვეყანას. ალბათ ზოგიერთი ჩვენთაგანი შოქსაც მიიღებდა იქ, რომ რისთვის გამოვედი იმ ქვეყნიდან. სად მოვედი ამ გადახრიოკებულ ქვეყანაში და ისიც მე კი არ დავიმკვიდრებ, ჩემი შთამომავლობა და ისიც 400 წლის შემდეგ. სიტყვა სიტყვით ასე აღსრულდა. 80-მდე სული შევიდა ზურფასებო, თუ 70 აღარ მახსოვს ზუსტად, ეგვიპტეში, შიმშილობის დროს და იმ 400 წლის განმავლობაში აბრამის შთამომავლობა გამრავლდა ეგვიპტეში. 3 მილიონამდე დაახლოებით ვარაუდობენ ეგვიპტიდან გამოვიდა, შეიძლება ცოტა მეტიც. გამრავლა ღმერთმა ეგვიპტეში თავისი ერი და შემდეგ გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან და შეიყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ადამიანები ჩვენ სულ სწრაფები ვართ, მაგრამ აბრამი მოთმინებით ელოდა, ემორჩილებოდა ღმერთს, მის სიტყვას უსმენდა და ღმერთი აფასებს ამას. ამიტომ ვისაც ღმერთის მეგობრები გვინდა ვიყოთ, მოусმინოთ ღმერთს. მისი სიტყვა შევიყვაროთ. და როგორც მსახურების დასაწყისშიც ვამბობდი, იფიქრე შენ ცხოვრებაში, შენ ყოველდღიურობაში ეს მოეწონება უფალს. ვიცი ეს სულს მოითხოვს. ხანდახან ჩვენი გულის სურვილები და ღმერთის ნება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. და ადამიანებს ამ დროს რა უფრო მეტად გვინდა, რა ჩვენს ხორცს უნდა, რა ჩვენ უფრო გვეკომფორტება, რაც უფრო კომფორტული არის ჩვენთვის. მაგრამ შემოზრფასებო, მოდი ზუსტად აი ამ დროს, როდესაც უფალმა უთხრა ნანატრ შვილზე, რომელიც შეეძინა უფლისაგან, ისაკზე შემომწირეო, ისეთ რა მოხდა? აბრამმა ყველაზე საუკეთესო თავისი გულიდან შეიძლება ვთქვათ, აი ამ დროს ამოიგლიჯა და თანახმა იყო, რომ ისაკი მსხვერპლად მოეტანა. და ღმერთმა შეაჩერა, მისი გული დაინახა, აკურთხა ღმერთმა და ჩვენ ხედავთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საუკუნეების შემდეგ, იგივე მთაზე, რომელ მთაზეც აბრამმა მსხვერპლად მოიტანა ისააკი, უпростоრად მოქონდა მსხვერპლად. იმ მთაზე მეორე მამამ მოიტანა მსხვერპლი. ეს იყო უფალი. მისი მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტე შეეწირა მსხვერპლად კაცობრიობის გულისთვის და გამჩერებელი არ იყო. თუ აბრამი უფალმა შეაჩერა და მისთვის მსხვერპლი ვერძი მიიტანა და მსხვერპლი მოიტანა, იესოს ჯვარცმის შემკავებელი არავინ არ იყო. იმიტომ რომ ეს იყო ნებაყოფლობითი მსხვერპლი გაღებული კაცობრიობისთვის, ჩვენი სოდვებისთვის. გამოსასყიდი მსხვერპლი ღვთისმსამართლიანობის წინაშე მოიტანა იესო. ჰალელუია. ამიტომ დღეს შემოძრფასებო, როდესაც აი ამ ყველაფრით ჩვენ ვხარობთ, ჩვენ ცხოვრებაში იესოთი ვხარობთ, წლები გადის, ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება, რაც შეიძლება თავის დროზე უბრალოდ ცხოვრებისეულ სიტუაციებში იყო, მაგრამ ერთგულები აღმოჩნდით და დღეს ვხედავთ, რომ წლები გავიდა და ღმერთმა ის ერთგულება, რომელიც ჰქონდა, დააფასა და დღეს უკეთეს მდგომარეობაში ხარ. დღესაც შეიძლება იყოს რაღაც, რაც მსხვერპლად უნდა გაიღო, რამას უნდა გაჩვენო, შენ ნამდვილად გიყვარს უფალი. მაგალითად ავიღოთ ახლა ოჯახიც, ცოლი და ქმარი. როდის გებულობენ ადამიანები, რომ ერთმანეთი უყვართ, მაშინ კი არა, როცა ყველაფერი კარგად აქვს და ერთმანეთს ეფერებიან. სიყვარული მაშინ ვლინდება, როცა პრობლემა არის, მაგრამ მაინც გიყვართ ერთმანეთი.
მაინც ერთმანეთის გვერდში დგეხართ, მაინც ერთმანეთის გატანას ცდილობთ. ასე არის უფლის სიყვარულიც. მე ახლა ხელის აწევას არ გთხოვთ, მაგრამ უბრალოდ კითხვა რო დავსვა, რომ ვის გიყვართ უფალი, ყველას აწევთ ხელს და დაადასტურებთ. და იცი რა, გულწრფელებიც იქნებით, იმიტომ რომ გონიათ რომ გიყვართ უფალი. და არა მარტო გონიათ, გიყვართ უფალი, მაგრამ იცით როდის იცდება ნამდვილად რა დონით და რა დოზით გიყვარს უფალი, როცა შენ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების წინაშე დგეხარ. აუცილებელი არ არის იმაზე ვილაპარაკო, რომ დევნა გაჭირვება და ქრისტეზე უარი არა ვთქვი. ეს სხვა თემაა. ყოველდღიურობაში ღმერთის სიყვარული ვლინდება ისეთ რაში, ყოველ ჩვენ ნათქვამს სიტყვაში, გადაწყვეტილებაში, ქმედებაში. რა დოზით გიყვარს უფალი ვლინდება. ხვდებით? ამიტომ დრო არის რომ გავიზარდოთ, ჩაბოძრფასება. დრო არის გავიზარდოთ. არის ბავშვობის ასაკი. როცა ბავშვი მშობლებისგან ღებულობს, მხოლოდ არაფერი მას არ აინტერესებს. მაგრამ დგება ასაკი, როდესაც ბავშვი იზრდება და თუ მანამდე მშობლისგან ღებულობდა მშობლისთვის ზრუნავს. ეხლა რო ვაკვირდები ხოლმე. პატარა თუ წნევა ამიწევს და რაღაცა ხელად დაფაცურდებიან ხოლმე. ჩემი შვილები არ იქ აბა მამა როგორ და ექიმთა ხوار წაგიყვანო ისე ხანდახან უკვე აქ ამოვა ხოლმე ეს მზრუნველობა თიკაი დამანებდა. მაგრამ იცით რა, ასაკი მოვიდა და ისინი ზრუნავენ მამაზე. მაგრამ იყო დრო საერთოდ შეიძლება არ აინტერესებდათ ეს მარტო მამა მომე. იცით ჩვენს სულიერ ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა მარტო ღმერთისგან მომხვეჭელები კი არა ვართ. მაგრამ გვინდა რომ ჩვენ ღმერთს ჩვენი დახმარება არ ჭირდება. მაგრამ მის საქმეს ამ ქვეყანაზე ჭირდება ადამიანები. თვით ეს რეალობა არის. ღმერთმა ეს საქმე ჩვენზე გახადა დამოკიდებული, ღმერთი ეძებს მიზღუდილ ადამიანებს. რამდენად მიზღუნელი ხარ, რამდენად გინდა შენ გააკეთო უფლის საქმე. თუ ღმერთი შენზე ზრუნავდა, გზრდიდა, აქამდე მოგიყვანა, ეხლა მოდი მადლიერი გულით, შენი ზრუნე ღმერთის საქმეზე. შენი ზრუნე მის სამეფოზე. შენი ზრუნე რომ ღმერთის სახელი განდიდეს შენი ცხოვრებიდან, შენი ქცევებიდან. ხანდახან ჩვენთვის ვიტყვი ხოლმე რომ რა თმინდა ისეთი სიცოცხლე თუ ადამიანები შემომხედავენ და ჩემი ღმერთი დაიგმობა. მაგრამ რასასია მოუნა როცა ადამიანები შემომხედავენ და შენი ღმერთი გამდიდდება. აი მორწმუნე ადამიანი. აი როგორი მორწმუნე ადამიანია. იმიტომ არის ასეთი კარგი რომ მორწმუნე არის. არა ხსმენიათ? ამით ღმერთი დიდდება ზურფასებო. კი შენს დიდდები, შენს ავტორიტეტს იხვეჭ, ნდობას იხვეჭ, მაგრამ ღმერთი დიდდება ამით. ღმერთი კარგი ადამიანები დიდდება. და ღმერთი ცუდი ადამიანებითაც დიდდება, როცა ინანიებენ და უფალთან მოდიან. ამიტომ ჩემბოძრფასებო. მოდი ჩვენი ცხოვრება მთლიანად გადავწეთ უფალს. სადაც გიჭირს ღმერთის წინაშე მოიტანე. ღმერთს არ უყვირს ჩვენი სისუსტეები. არ უყვირს რომ შენ რაღაცა ნაკლი გაქვს. იცი რატომ არ უყვირს რომ ახსოვს რომ შენ მიწისძვრისაგან ახარ შექმნილი. მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ის არის რომ არ უნდა შეეგუო შენ რო ასეთი ხარ. კი შეიძლება ღმერთს არ უყვირს, მაგრამ ღმერთს არ უნდა რომ ასეთი დარჩე. ღმერთს არ უნდა რომ დარჩე უპატიებელ მდგომარეობაში. ღმერთს არ უნდა რომ დარჩე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, ალკოჰოლზე დამოკიდებული. ღმერთს არ უნდა რომ დარჩე ისეთი როგორიც ხარ. ღმერთს უნდა რომ შენით მისი სახელი განდიდდეს. ამიტომ მოდი შემოძრფასებოა. ღვთის სიყვარულს და მეგობრობას საპასუხო სიყვარულითა და მეგობრობით უპასუხოთ. ამინ. რომ განდიდდეს მისი დიდებული ბარადეულის სახელი. ხშირად მეცინება ხოლმე. როცა ვაკვირდები ადამიანებს, სადაც მომიხდება გარემოცვა, კაცობა, ვაჟკაცობა, სადღერძელოები, ჭიქებში, სამშობლოს სიყვარული არა და პირად ცხოვრებაში როცა შეხედავ, არც ერთი მათში ეს ფასეულობა არ არის. სუფრასთან თავის გამოსაჩენ სავაჟკაცო სიტყვებად დარჩა მხოლოდ ეს ყველაფერი. მაგრამ როცა იესოს ცხოვრებას ვაკვირდები, როცა წმინდა წერილს ვკითხულობ და იმ ფასეულობებს ვკითხულობ, რომელსაც უფალი გვიტოვებს, სოლომონის იგავებს და ასე შემდეგ, იცი ვხედავ,
რა არის ნამდვილი ვაჟკაცობა? რა არის ნამდვილი მეგობრობა? რა არის ნამდვილი ადამიანი? რა არის ნამდვილი კაცი, მამა? ბიბლია ამ ყველაფერზე გველაპარაკება ჩვენ. და თუ ამით იზრდები, შენ მართლა ნატურალური ადამიანი ხარ და არა მიკერებული რაღაცა ორბაგი სახით. ამიტომ მოდი დაუახლდეთ უფალს, ამენ. იესო როცა მოწაფეებს ემშვიდობებოდა და ბოლოს აღამოიდგა, რასაც ჩვენ ზიარებას ვეძახით, იესომ ზუსტად ეს უთხრა მოწაფეებს, როცა მან გატეხა პური, აიღო სასმისი, აკურთხა, დაურიგა თავის მოწაფეებს, მათ უთხრა, როცა გატეხა პური, ეს ჩემი ხორცი არის, თქვენთვის დამტრეული, ჩემი სხეული. როცა სასმისი აიღო თქვა, ეს სასმისი ახალი აღთქმა, რომელსაც ჩემს სისხლში გაძლევთ. მისი სისხლი დასტური იყო ახალი აღთქმისა. მაგრამ წერია, რომ ამას როცა აკეთებთ ყოველთვის, მე მომიგონებდეთ, მე გამიხსენებდეთ. ჩვენ ეს ხვასი არ გვესმის, რომ ზიარების დროს ვიხსენებთ მარტო იესოს. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამოხატულება არის. ჩვენ ყოველ დღე როცა გვახსოვს იესო, მისი სიტყვა, მისი მცნება, ჩვენ სხვანაირი ადამიანები ხვდებით. მოდი აბა გადახედე. როცა დილით იღვიძებ. რა პერიოდში გახსენდება ღმერთი დღის მონაკვეთში? ხო არის, რომ დილით თავს აწევ ბალიშიდან და მაშინვე დაგესევო სხვადასხვა ფიქრები, სხვადასხვა საზრუნავი, სხვადასხვა რაღაცეები. ან წინა დღისით რიცით ერთობოდი იმ შტაბეშტილების ქვეშ ახარ, ან რომელიმე თურქული სერიალის შტაბეშტილების ქვეშ ახარ. დილით იღვიძებ და გადიხარ და შენ გონებაში ეს ყველაფერი ტრიალებს. მერე სადღაც გაგახსენდება რაღაცა ეკლესიური ან ღონისძიება, ან კიდევ რაღაცა და გაგახსენდება, რომ მორწმუნე ხარ. მორწმუნე ადამიანი დილით თვალს გაახელს თუ არა. უფალი უნდა ახსოვდეს. ჰალელუია. მე ადრეს მითქვია, რომ ბოლო წლები ბევრი დრო გავატარეთ მე და მამაჩემმა ერთად, ვიდრე ადრე. და ეხლაც მახსოვს. სადაც ის იწვახოლა და მე აქეთ ვიწექი. საწოლები ცოტა ძველი საწოლები გვედგა იმ პერიოდში. დილით მაღვიძებდა ხოლმე საწოლის ჭრიალი. წამოდგებოდა ან გადაბრუნდებოდა, გავიღვიძებდი და პირველი სიტყვა დიდება შენ უფალო. მერე ადგებოდა, რო არ გავიღვიძებინე და გადიოდა გარეთ და იქ ლოცულობდა ხოლმე თავისთვის. ძალიან შთამბეჭდავად დამრჩა ეს მომენტი ჩემოძრფასებო. გვახსოვდეს უფალი. ამიტომ ეს ზიარება ჩვენ შეიძლება თვეში ერთხელ გვაქვს, მაგრამ ეს მოვლენა, რაც მოხდა, ეს არის ყოველდღიური გასახსენებელი ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც მუდამ ჩვენს გულებში უნდა იყოს, ჩვენს აზრებში უნდა იყოს და ისახებოდეს ჩვენს ქმედებებში, ჩვენს ხასიათებში, ჩვენს ბუნებაზე უნდა ისახებოდეს და ჩვენს გადაწყვეტილებებში. ამენ. მოდი წამოვდგეთ ფეხზე. სახურები ჩამოარიგებენ ამ პურს და ღვინოს. იყავით ლოცვაში, უფლისთან დასრებაში და შემდეგ ერთად მივიღებთ, როდესაც ვილოცავთ. გუჩეიბძლიათ. Gravis is free, our
Hallelujah. Podeglo გავიხსენოთ იესოს სიტყვა დაქმედება, როდესაც აიღო პური გადახადა თქვა, ეს არის ჩემი სხეული, რომელსაც გაძლევთ ახალ აღთქმაში. და ასევე სასმისიც სერობის დროს და თქვა, ეს არის ჩემი სისხლი, რომელსაც გაძლევთ ახალ აღთქმაში. ძველი აღთქმა იყო, როცა ღმერთმა აღუთქვა აბრამს, რომ მისი შთამომავლობიდან იკურთხებოდა დედამიწის ყველა ტომი, რომ მოვიდოდა მესია, კაცობრიობის მხსნელი, რომელსაც ებრაელი ხალხი ელოდა და ყოველწლიურად, როდესაც პასექის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ისინი იხსენებდნენ და ელოდებოდნენ მესიას მოსვლას. ხოლო როდესაც იესო მოვიდა, მათ იმის გამო, რომ სხვა წარმოდგენები ჰქონდათ და სხვანაირად ელოდებოდნენ, ვერ იცნეს ჭეშმარიტი მესია. იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც დაიპყრობდა ქვეყანას, რომელიც გაანთავისუფლდა მათ რომაელთა მონობისგან, მაგრამ ღვთის ჩანაფიქრში იყო, რომ დედამიწის ყველა მაცხოვრებელისთვის მოსულიყო ჭეშმარიტი მესია, იესო, რომელიც იხსნიდა
კაცობრიობას ეშმაკის მონობისგან და ყოველ ადამიანს, რომელიც ირწმუნებდა მას, მიეცა მისთვის საუკუნო სიცოცხლე. და ასე წერია. ღმერთზე შეიყვარა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ ქონოდა საუკუნო სიცოცხლე. და როდესაც მოვიდა მესია, იმ პასექის საღამოს, როცა თავის მოწაფეებთან ერთად იყო, მან გააკეთა განაცხადი. აიღო პური, აკურთხა და თქვა, ეს ჩემი სხეულია თქვენთვის დამტვრეული. ხოლო სასპისზე თქვა, ეს არის ჩემი სისხლი, რომელსაც გაძლევთ ახალ აღთქმაში. აღსრულდა ძველი, მოვიდა მესია, ღმერთმა შეასრულა თავისი პირობა და ახალი აღთქმა დავუდო კაცობრიობას. ყოველი ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, განიბანება მისი წვია და აღლის სისხლით მოინანიებს, იშვება მაღლიდან და დარჩება მასში. მათეურება, ჩემი ხელიდან თქვენ ვერავინ ვერ წაგიტაცებთ. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება, არამედ ექნება საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ ეს აღთქმა დავუდეთ უფალს, როდესაც ვინათლებოდით. მივიღეთ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი, მოვინანიეთ და ჩვენი მხრიდან იმ აღთქმაში შევედით და უთხარით, რომ ნათლობის მეშვეობით, რომ უფალო კეთილსინდისიერად გემსახურებით ჩვენ. აი ამ აღთქმაში მოსიარული ადამიანები დღეს ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და ველოდებით იესოს მეორედ მოსვლას. ამიტომ ჩვენი ყოველდღიური მოღვაწეობა, თუნდაც ზიარების დროს, როცა ამას ვიხსენებთ, ეს არის ამ აღთქმის გახსენება, რომელმაც უნდა შთაგვაგონოს, რომელმაც უნდა გაგონტკიცოს ჩვენ. ამინ. ზეციერო მამაო, მადლობა შენ, რომ შენ უფალო ღმერთო აღასრულე შენი აღთქმა და შენი მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტე წარმოგზავნე ქვეყნიერებაზე. მადლობა იესო შენი გაღებული მსხვერპლისთვის. მადლობა შენი დამტვრეული სხეულისთვის. შენი წმინდა დაღლული სისხლისთვის, რომელშიც მივიღეთ ჩვენ ცოდვების პატიება, საუკუნო სიცოცხლე, გამოსყიდვა და ასევე იესო, შენ აიტანე ჩვენი სნეულებები გოლგოთის ჯვარზე და შენი ჭრილობები ჩვენ განკურნებულები ვართ. მადლობა შენ. ქება შენ, წმინდაო, ზეციერო მამაო, ამ ყველაფრისთვის. ამინ. მიიღეთ ჭამეთ, ეს არისო ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული და ასევე სასპისიც მიიღეთ იესოს სიტყვის მიხედვით. ამინ.